გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენი ეკომეგობრული პოდკასტის შემდეგი ეპიზოდიდან. ჩვენს პოდკასტს წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ი, მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ და დღეს ჩვენი თემა იქნება სწრაფი მოდა. ეს ტერმინი ზოგადად არც ისე ძველია და არც ისე კარგად განხილულია ჩვენს ქვეყანაში და მოვიწვიეთ მარი ბენდელიანი, 7 ერის სოციალური საწარმო 7 ერის დამფუძნებელი და სოფო ლაპიაშვილი უსულის თანადამფუძნებელი და მათთან ერთად შევეცდებით გავარკვიოთ, განვიხილოთ საერთოდ რა ჭირს მოდას, რატომ არის სწრაფი, რა პრობლემები ახლავს ამ ყველაფერსთან და პირველი მოდი მარისგან დავიწყებ, როგორ მოხდა საერთოდ დაფუძნება თქვენი სოციალური საწარმოსი, უბრალოდ რამ განაპირობა, რა პრობლემები დაინახეთ ისეთი, რის გამოც გაგიჩნდათ სურვილი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ნარჩენების მართვის მიმართულებით 2017 წლიდან ვცდილობდი მესწავლა კიდევაც ინფორმაციაც გამევრცელებინა, რასაც მე ვამუშავებდი და ამავდროულად ვცდილობდი რაღაცა წვლილი შემეტანა ამ სექტორის განვითარებაში. მაშინ ქაღალდის ნარჩენებს ვაგროვებდით და ვცდილობდით მისგან საკანცელერიო ნივთების შექმნას გადამუშავების შემდეგ. 2020-ში შეიქმნა 7 ერი, იდეა უფრო ადრე გაჩნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ამ სექტორს დამიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს ვუყურებ და ძალიან ბევრი ესეთი საინტერესო და საყვარელმა მაგალითმა ერთად მოიყარა და სურვილი მქონდა, რომ შემექმნა ისეთი სივრცე, რომელშიც იქნებოდა სხვადასხვა სახელოსნოები. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, იყო ქსოვილის ან ნულოვანი ნარჩენის, ასე ვთქვათ, მოდის სახელოსნოზე ეძახით მოფერებით და ასევე სურს, რომ გქონდეს ელექტრონული ნარჩენების სახელოსნო, სადაც შეკეთება და ხელახლა ახალი სიცოცხლის მიცემა შეიძლება იმ ელექტროხელსაწყოების, რომელიც გაფუჭდება ან ცოტა ხარვეზი აქვს და ასევე ავეჯის აღდგენის სახელოსნო. ამ ეტაპზე მხოლოდ ქსოვილის სახელოსნო გვაქვს, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ იმ დიდი გეგმიდან, რომელსაც ჯერ თავი ვერ მოვაბით, იმიტომ რომ სხვადასხვა პრობლემები დაემთხვა, თუ გარე ფაქტორები, თუ კოვიდი, თუ ასე შემდეგ. ვიფიქრეთ, რომ მარტივით დავიწყოთ და მარტივი ხო, ყველაზე მარტივი იყო ქსოვილთან ცოტა ჩხილკედელაობაც გვეხერხება და პროფესიონალური მკერავები არც ერთ და დავიწყეთ მოკლედ გარემოს დაცვისთვის კერვის სწავლა ესეთი გამოვიდა. აი რა საჭიროება ზოგადად აი ხა უფრო სწრაფი მოდა რომ განვიხილოთ რატომ არის პრობლემური რა აი იმ სამი სახელოსნოდა რომელიც ჩამოგითვალეთ და ამავდროულად იქ გვინდა რომ იყოს საერთო სამუშაო სივრცეები, იქ რაღაცა ნულოვანი ნარჩენის კაფე, მოკლედ ძალიან თითოეული კუთხე გვიკარნახებს იმისთვის რომ ბუნებრივი რესურსები რომლებიც გვაქვს უნდა დავზოგოთ, უნდა ვიზრუნოთ ნარჩენებზე, რაღაცა უფრო გონივრულად უნდა მართოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სამი იმიტომ გამოვკვეთეთ, რომ ჩავთვალეთ, რომ ყველაზე მოთხოვნადი არის, რაც არის და ყველაზე მეტი ნარჩენი რჩება მოკლედ. და გვინდოდა, რომ რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, ძველი ნივთი, ავეჯი თუ ტანსაცმელი გადაგვერჩინა ნაგამსაყრელზე მოხვედრას. სწრაფი მოდა თქვენ როგორც ახსენეთ, ანუ ეს არის რეალურად ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენთვის. ჩვენი ქცევა შეიძლება მე როგორც მოდის ექსპერტი ვერ გამოგადგეთ, მაგრამ ადამიანი რომელსაც დაინტერესა ამ ქსოვილის ნარჩენების ხელახალმა გამოყენება და მომავალში გადამუშავებაზე სერიოზულად ფიქრობ, ძალიან ბევრი სტატია და კვლევა წავიკითხე და რაც ყველაზე შთამბეჭდავი ასე ვთქვათ, ციფრები არის რომ ბოლო 20 წლის მანძილზე როგორც მომხმარებლებმა ჩვენ შევიცვალეთ ქცევა. ეს რა თქმა უნდა რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთი რომ მაგალითად 90-იანებში როცა მე ვიყავი სკოლის მოსწავლე, მაშინ ამდენი მაგალითად მაღაზია ან ამდენი ბრენდი საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი, ხო? შეიძლება არც ჯიბის ფული არ მქონდა იმდენი მაგალითად რაც შეიძლება ჩემ შულს კონდეს ეხლა ხო სტუდენტი არის. ხო, ბრენდი შეგეძლო. თუმცა მე უკვე მეორადებთან მივიდოდით იმაზე, რომ შეიძლება ამდენი ჯიბის ფული მაგალითად მე არ მქონოდა როგორც სკოლის მოსწავლეს და შეიძლება ზედმეტი ასე ვერ მეყიდა. ანუ ეს ორი ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდა, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა თითქმის დიდ ქალაქში ქსელურია სწრაფი მოდის ყველაზე დიდი ასე ვთქვათ წარმომადგენლები უკვე არიან და არის აუთლეტები და ასე შემდეგ. ანუ ხელმისაწვდომობა ადგილზე გაიზარდა. ფინანსურადაც ბევრად ვდიახ. აი ეგ იყო მეორე ფაქტორი რაც უნდა მეთქვა, იმდანაც იაფია, რომ შეიძლება ორი პურის ფასადი იყიდო ერთი მაისური. და ამ დროს იმ მომენტში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 10 მსგავსი მაისური, მაგ კი შეიძლება სხვა წარწერით, მაგრამ მოდი რა მე-11-აც მექნება ახლა.
5 ლარი ღირს, ხო? ანუ ესეც მოქმედეს ამ ჩვენ ხსევას და დაახლოებით აი ამ კვლევის შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა ევროკავშირის მოქალაქეებზეა საუბარი ამ კვლევის მონაცემები უფრო რეპრეზენტატული რო იყოს, ასე ვთქვათ, ის სტატისტიკა, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ 40%-ით შეიცვალა. ანუ 40%-ით უფრო მეტ ტანსაცმელს ვყიდულობთ, აქ თანხაში რო შევადაროთ, არ იქნება. ვიდრე 2000 წელს ვყიდულობდით. ანუ ბოლო 20-24 წლის განმავლობაში. ან თანხაში რო შევადაროთ, არ იქნება სწორი. აქ არის საუბარი რაოდენობრივად, რამდენ ტანსაცმელს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდულობდით აგერ სულ ამ საუკუნის გასაყარზე, ხო? ხო, რეალურად რაოდენობა უფრო გვაინტერესებს, იმიტომ რომ რესურსი რაც ჭირდება, ხო, ამ ტანსაცმლის შექმნას, მე რა ფასად იყდება იმასთან დიდად არ არის კავშირში. ვერ იქნება სამართლიანად თუ შევადარებთ მაშინდელ ფასებს და ეხლანდელ ფასებს. და გარდა ამისა, თვითონ ნარჩენის რაოდენობაც, ხო, ანუ 40%-ით შესყიდვების გაზრდა გულისხმობს, რომ ნარჩენიც კი, შესაბამისად გაიზარდა უფრო მეტად თუ არა. ეს რიცხვები კიდევ უფრო და უფრო იზრდება. კიდევ უფრო შემაშფოთებელია თუ მაგალითად ნახავთ მოდის ინდუსტრიას ყოველწლიურად რა ქსოვილიც სჭირდება და ეს ქსოვილების რაოდენობაც ამავდროულად იზრდება ყოველწლიურად ეს სტატისტიკა, მაგრამ დაახლოებით 85% აი ამ შექმნილი ქსოვილის ყოველწლიურად ხდება ნაგავსაყრელზე. ეს იქნება მზა პროდუქცია თუ ქსოვილის ნარჩენი, ამას არ გამოყოფენ ამ სტატისტიკაში, მაგრამ აი მთლიან ჯამში რაც იქნება წარმოებული ქსოვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებული ინდუსტრია ამოდა, აი წარმოუდგენელი ნარჩენია. კი. თქვენ ამ რაღაცა ეკოლოგიური, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით დაიწყეთ ეს საქმიანობა, თან როგორც ხვდები პანდემიის პერიოდს და ალბათ მაგ დროს ჩაუღრმავდით ამ საკითხს თუ იყო თავიდან. ითი რა საკითხს ჩაუღრმავდი ბევრად უფრო ადრე. აი როგორ დაიწყო მაგალითად 2000-იანების დასაწყისი შუა აი რაღაცა. როგორ დაიწყო და პრინციპში ბევრი წლით ადრე სახელმწიფო სივრცეში უკვე ბევრი პროექტი მქონდა განხორციელებული ეკოლოგიის მიმართულებით, იმიტომ რომ ეს სულ გვაწუხებდა რაღაცნაირად მე და ჩემ რაღაცა ვიწრო წრეს ეს საკითხი და არა მარტო ჩაცმა და არა მარტო მოდა, არამედ ვცდილობდით რომ რაღაცა მოგვეცვა ყველა მიმართულება და ეს ყოფილიყო საჯარო და ეს ყოფილიყო იმისთვის რომ აგვემაღლებინა ცნობიერება. ეს არისო ეხლა სახელოვნების საშუალებით სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებ, ხო? ის არის რომ რაღაცა მესიჯი გარეთ გამოხვიდე, საჯაროდ რაღაცა ქმედება გააკეთო, ან შექმნა, გაავრცელა შენი შეხედულებები. ამას მოყვა ის, რომ 2016 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა ასევე ჩამოვაყალიბეთ ცოტა სხვა მიმართულების საბავშვო მუზეუმის ფორმატი უნდა ქონოდა და იმედია რომ მაქამდეც როდეს მე მივალთ მის ფარგლებში სახელოსნო რომელსაც ეს დავარქვით ეკო ხელოვნების და დიზაინის სახელოსნო ამას ქვია ამ თვითონ მუზეუმს ქვია შუქურა და ამირჩით ეს სახელი, იმიტომ რომ ეს რაღაცა მანათობელი და რისკენად უნდა მიისწრაფოდე ამ მოსაზრებით და ძირითადად ქონდა იმ მიმართულებით ვორქშოპები, რომ აი არსებული რესურსის ოპტიმიზაცია როგორ გავაკეთოთ, როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი ან უკვე არსებული შექმნილი რესურსი ისე რომ ახალი დამატებითი არ დაგჭირდეს. ნარჩენები და ბუნებრივი რესურსის გამოყენება. ამას მოყვა ის რომ პანდემიის დროს შუქურას საქმიანობაც შენელდა, იმიტომ რომ ყველაფერი დაიკეტა, ვერც ონლაინ ფორმატში ვერ გადავედით და ჩემი მეგობარი დიზაინერების ნარჩენების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე გაჩნდა ის იდეა რომ ეს ხალხი ამდენს ყრის და თვითონაც წუხს ამითი, მაგრამ ნუ ახლა ადამიანი ყოველთვის ვერ გაწვდები. ამიტომ მოდი წამოვიღოთ, რამე შევქმნათ, ეს რამე იყო მილიონი იდეა, სანამ უსული ესე ვთქვათ, დარეგისტრირდებოდა და დავარქვევდით თარიღს, რომ აი უსულის დაბადების დღეა, მანამდე ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი, რომ რა გავაკეთოთ ამისგან.
ესე იგი, მოკლედ რომ თქვა უსული რას ემსახურება და როგორი პრინციპით მუშაობთ, არის ის, რომ დიზაინერების ნარჩენებს ვაგროვებთ. ამასთან ერთად ვაგროვებთ ყველა იმ ქსოვილს მოსახლეობაშიც, თქვათ ვიღაცა შეიძლება არ ჭირდებოდეს რაღაცა გადასაფარებელი ან ფარდა ან რა ვიცი, პლედი, გვიკავშირდებიან, ხა დიდ კამპანიებს რასაკვირველია ვერ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული ვართ რესურსებში. ვინცაც იცის ჩვენს შესახებ, გვიკავშირდებიან და ვიბარებთ, ასე ვთქვათ და მე ვქნით, მაგრამ ვქნით არა იმას ვთქვათ, რაც წინასწარ გვაქვს გათვლილი, რომ ესეთი უნდა იყოს, არამედ იქიდან გამომდინარე, რასაც ვკარნახობს მასალა, იქიდან გამომდინარე ვქმნით პროდუქტს. ჩვენი ძირითადი ხაზი არის ფეხსაცმელი, და გონია რომ ფეხსაცმელი ძალიან განსხვავებული პროდუქტია იმისთვის რომ ნარჩენები ძალიან შეიქმნას და ამით გვინდა ასევე ხაზი გავუსვათ იმას რომ ეკომეგობრულობა და ზოგადად ეს დამცნობიერების მატარებელი ადამიანი არ არის აუცილებლად როგორც ვილაპარაკეთ მართლა ჯვალოში იყოს გამოწყობილი შეგიძლია იყოს ძალიან ელეგანტური ძალიან გამოპრანჭული ძალიან განსხვავებული და ყველას ყურადღება მიიქციო შენი ლამაზი და კოხტა ჩაცმით და უსულით სხვათა შორის ნიშნავს კოხტას და მოხდენილს ძველი ქართული სიტყვა. აი ამ ემითი შევქნათ ლამაზ და დახვეწილი და თან იყო ეკომეგობრული და თან იყო ლაქშერი ესო. ხო, აი ამ ორის გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამას მაგიტო ვუსმებ დასაწყისშივე ხას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებსაც, ვისაც გონიათ, რომ ეკომეგობრულება შემოიფარგლება რა ვიცი მეკვებიდან დაწყებული რაღაცა ფრიკი ადამიანების ჯგუფით ეს არ არის ხალხო ჩვენ ვართ ბევრად უფრო მეტი ბევრად უფრო სხვადასხვანაირი გემოვნების და რა ვიცი შესაძლებლობების ადამიანები და ყველას შეუძლია იყოს ეკომეგობრული აი ჩვენ მაგალითად ვართ ეკომეგობრული ადამიანები ცოტა ხმამაღალი განაცხადია მაგრამ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რა ეს ეკომეგობრულობა რაღაცა სტანდარტს არ გულისხმობს მით უმეტეს ინდივიდუალურ არსებობაში, ხო? რაღაცა ეს არის უფრო ცდელობა, რამდენად ცდილობ შენ რომ მოიხმარო ნაკლები და დატოვო ნაკლები ნარჩენი და ნაკლები ეკოკვალი რა. და თქვენ შემთხვევაში მარი როგორ არის როგორც ვიცი ანუ მთლიანად გადამუშავება ახლა უსული გამოიყენებს მაგალითად უკვე შექმნილ მატერიას ხო რომელიც უბრალოდ აღარ არის გამოსადეგი და თქვენ შემთხვევაში გადამუშავება ხდება მთლიანად ქსოვილის ხო თუ როგორ ჩვენც თითქმის მსგავსი პრაქტიკა გვაქვს სამწუხაროდ გადამუშავება არ ხდება ჩვენთან ჯერ თუმცა ძლადიან გეგმა ეგაა ხო რომ გადამამუშავებელი ხაზი გქონდეს, რომელიც საკმაოდ ძვირიანი, საკმაოდ დიდ საწარმოო ხარჯებსაც და სივრცეს და ყველაფერს და ცოდნას მოითხოვს, თუმცა ჩვენთან იმდენად დიდი რაოდენობით ქსოვილი გროვდება, თუ მეორადი ტანსაცმლის ექსპორტისგან, თუ ქარხნებისგან, რომელიც ძალიან ბევრი იხსნება ხო ამ ბოლო დროს, რომელიც ემსახურებიან მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და სწრაფი მოდის ასე ვთქვათ იმ კომპანიებს რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ ამათი ნარჩენები არის ძალიან დიდი ჯერჯერობით არ ჩანს იმიტომ რომ არავის არ ცხელა მოდი ესეთ ჟარგონს გამოვიყენებ ამისთვის კანონის მიხედვით კი იქ რაღაცა უნდა ხდებოდეს მაგრამ როგორც ყველა კარგი კანონი რომელიც საქართველოში მოქმედებს ახსრულება არ ხდებოდა შესაბამისად დღეს ეს პრობლემას ასე თვალსაჩინო არ არის თუმცა ამ სექტორში ჩართული ადამიანები მოკლედ ძალიან განიცდიან ამას და თვითონ მაგალითად ძალიან ბევრჯერ დამკავშირებიან ექსპორტიორები მეორადი ტანსაცმლის და სურთ უკვე რაღაცა წვლილი შეიტანონ თავისი სოციალურ პასუხისმგებლობისგან გამომდინარე რომ იქნებ ვინმე იცოდეთ ვინც გადაამუშავებს ძალიან ბევრი გუკავშირდება ეს რა იგულისხმება ესე იგი ვისაც შემოაქვს მეორადი ტანსაცმელი და სურთ იმპორტიორები არა მეორადი ტერმინი ამერი ანუ ვისაც ჩამოაქვს საქართველოში მეორადი ტანსაცმელი დიდი კომპანიებია ძალიან რომელიც მე ესე ნაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ აქვთ ძალიან დიდი ნარჩენები ის დაბალი კატეგორიის ანუ რაც არ იყიდა და უნდათ რომ რაღაცა გადამუშავდეს კი იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ რაოდენობებზეა უკვე საუბარი მაგრამ ჩვენთან არსად არ ხდება გადამუშავება ანუ გადამუშავებაში
განამუშავება რაც ნიშნავს კეთილს. დიახ, ხან უნდა შეგროვდეს, დახარისხდეს, გაირეცხოს, დაგუცმაცდეს სპეციალური გრაინდერით ან შრედერით და შემდეგ უკვე ახალი აი რაღაცა მიღებული მასალა რაღაცა ბამბასავით რო წარმოიდგინოს, რომელიც ხან ჭრელია, ხან ფერადია, ხან ისეთია, ხან ესეთია. მისგან მე უნდა მიიღო ახალი პროდუქტი, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თუ რა შემადგენლობას დააშრედერებ ერთად. ამიტომ მნიშვნელოვანი მის დახარისხება, დამუშავება და წინ და წინვე უნდა იცოდე რას გააკეთებს საბოლოო ჯამში. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, დაწყებული დეკორატიული, რა ვიცი, აგურების გაკეთება შეიძლება, მაგალითად აი ესეთი თაროს შექმნა შეიძლება, დასრულებული ახალი ტანსაცმლის და ახალი ქურთუკის შექმნაც. ასე რომ ეს დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე, იმ ადამიანზე, ვინც ამაში ინვესტიციას ჩადებს და ხა ჩვენ მანდ და ნუ გაყიდვების ბაზარზეც რა თქმა უნდა. კი, მივადექით კიდე ერთ რაღაცა ისეთ საჭიროებო საკითხს, რომ გადამუშავება არ არის ყოველთვის გამოსავალი ეკოლოგიის თვალსაზრისით ვამბობ, რატომ, ხო? თუნდაც ის რესურსი, რაც სჭირდება ამის მოგროვებას, ხო? მე როგორც ახსენე, რამდენიმე ეტაპია გარეცხვა, დაგუცმაცება, შემდეგ ის რაღაცა ერთფეროვან მასამდე მიყვანა ყველაფერს, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჭირდება წყლის რესურსი, ელექტროენერგია იქნება, თუ ასე შემდეგ ქიმიური დამუშავება და დამაბინძურებლები, ხო? და აი ეგეც პრობლემაა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ჯობია იმას, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ იყრებოდეს ნაგავს საყრელზე რა. ამით რის თქმა მინდა იცით, რომ წეღანაც ვამბობდით ახლა სანამ დავიწყებდით ეპიზოდს, რომ მინიმალიზმი, ჩემი აზრით, პირადად ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი ამ პრობლემებიდან, არა მხოლოდ სწრაფი მოდის შემთხვევაში, არამედ ზოგადად ყველაფერში რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოვიხმართ ყველაფერს უკვე და ელემენტარული საკვები ნარჩენებიც კი პრობლემა გახდა, ხო? და ამიტომ აი რას ფიქრობ შენ, რა შეიძლება იყოს რაღაცა ინდივიდუალური ნაბიჯები, რა შეიძლება რომ გადავხატო. მე ყოველთვის მჯეროდა და ეხლაც მჯერა რასაკვირველია, რომ ყველა ადამიანის თითოეული ნაბიჯი არის გადამწყვეტი. ანუ ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმიანობის ფარგლებში კეთილსინდისიერად თავისი საქმე. კეთილსინდისიერებაში გულისხმობ იმას, რომ ანუ რასაკვირველი პროფესიონალიზმს არ ვეხები, ის რომ თქვათ შენ ოფისში გიგროვდება რაღაცა რაოდენობის ქაღალდი ნაგავში არ გადაყარო რა, ვიცით ხო რომ უკვე რაღაცა პუნქტები არსებობს, სადაც ჩააბარებ, ვინც გადამუშავებს ასე შემდეგ. თუმცა ხა ჩვენ შემთხვევაში ხო ჩვენი კონცეფციის რატო წარმოიშვა ის რომ ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი რაღაცა დანადგარებზე, რაღაცა ტექნოლოგიებზე, ჩვენ ვცდილობთ იქიდან გამომდინარე რისი საშუალებაც გვაქვს ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ამითი გადავარჩენთ რაღაცა პლანეტას და გადავატრიალებთ სოფლიო ეკონომიკას, რასაკვირველია ვერა. მაგრამ რატომაც იცი რა, ხო და მაგას ვიძახი რომ აი შენი შესაძლებლობების ფარგლებში რომ ამაზე დაფიქრდე, როგორ შეიძლება ოპტიმალურად ესე ვთქვათ, იყო ეკომეგობრული. რა შეგიძლია გააკეთო შენი შესაძლებლობის ფარგლებში? ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია. ხა ჩვენ ვერ გადავამუშავებთ, რასაკვირველია, არ გვაქვს მაგის შესაძლებლობა, ამიტომ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. ამ ნარჩენებს ვაძლევთ ახალ სიცოცხლის არ მიდის ნაკავზე. შენ გაცვია, მე მაცვია, ჩვენ მეგობრებს აცვიათ, ვისაც მოწონს ჩემი სტილია თუ რა ვიცი, გემოვნება, ვინც ყიდულობს, იმას აცვია. ეგ უკვე ძალიან კარგია, რომ არ მიდის და არ ყიდულობს ზარას, ყიდულობს ჩემსაც, იმიტომ რომ შეიძლება 10 ლარით უფრო ძვირი უჯდება, მაგრამ სამაგიეროდ წვლილი აქვს ჩემნაირი კომპანიის განვითარებაში და არა იმ მას პროდუქციაში, რაც წალეკა. მონსტრი. დედამიწა. მე ვეძახი მონსტრებს კომპანიებს. ხო, თუმცა ეგენც უნდა არსებობდნენ, მაგრამ მათაც ახლა ბევრი არის, რომელიც უკვე დაფიქრდა ამ საკითხზე და ეგეც მოთხოვნა გამოიწვია, რომ დაფიქრდა. რასაკვირველია, იმიტომ რომ მომხმარებლის მოთხოვნა. რა ვიცი, თითქმის ახალის ფასად ყიდიან თავისივე მეორად ნებს. თავის გადამუშავებას. რამდენად რეალურად ეკოლოგიას თანავს კავშირი. მე როგორც ვხვდები, არაფერს არ ცვლიან. ამიტომ ეკოლოგიურად მგონი არ ძალიანაც გამართლებულია, იმიტომ რომ
ვთქვათ ვიღაცა ვინც იმ კონკრეტული ბრენდის მომხმარებელია და მეორადებში არ იქექება და მიდის იმ მაღაზიაში და ხვდება ის რაღაცა ვინტაჟური 20 წლის წინ გამოშვებული ის მოდელი და მოეწონა და იყიდა ეგ უკვე კარგი არის ძალიან კარგი ნაბიჯი არის ყველანაირად გამართლებულია ანუ რას გულისხმობ ანუ აქვთ ამ დიდ კომპანიებს აქვთ დიდ ბრენდებს მე ვფიქრე შენ გადამუშავებას არა გადამუშავებაზე არ ვიძახი არის თავისივე ვინტაჟი აგროვებენ ეხა სახელებს ვერ ჩამოვთვლი აგროვებენ თავისივე ვინტაჟს ეგ არ ვიცოდი ეგ კი და მაღაზიებშივე გამოყოფილი არის კუთხეები აი მისთვის და იყიდება თითქმის ახლის ფასად შეიძლება უფრო ძვირიც კი ღირდეს იმიტომ ის ვინტაჟია ხრიკია და ჩემი აზრით რასაკვირველია ხრიკია მაგრამ მაინც კარგი ნაბიჯია ანუ მე მივესალმები ყველაფერს რაც მიდის აუთლეტები ძალიან ცნობილი ამერიკაში ერთ სასწავლო ვიზიტის დროს მოკლედ აუთლეტებში შოპინგი არ მიყვარს საერთოდ და ცხოვრებაში პირველად ვინანე რომ არ მოვემზადე რაღაცა თირკმელი გამეყიდა ჯობდა და ბევრი პული წარწულიყო იმიტომ რომ ალბათ 10 წლის სამყოფ ტანსაცმას ვიყიდი იმ ფასად რასაც მაგალითად აქ ვერ ვიყიდი და ხარისხზე თან აქ საუბარი რა. იქ არის რა თქმა უნდა სხვადასხვა კატეგორიის არის $5-დან $10 აუთლეტი, არის 10-დან $50 და არის ძვირიანი აუთლეტები. მეორადი მაღაზიები ან ტანსაცმასაც რო ვყიდოთ, ეგეც გარკვეულწილად ეკომეგობრული ქცევა. უბრალოდ აქ თავარი არის აი ეს მდგრადობა, ანუ რო ვყიდულობთ ამას ყოველდღე 10-სკენ რო ვყიდულობთ, ანუ ისე უნდა ვიყიდოთ რომ დიახ, აი ამაშია საქმე. ბევრი გამოსავალის პოვნა შეიძლება ბიუჯეტიდან, გემოვნებიდან, რა სტილი გაქვს უამრავი გამოსავალის პოვნა შეიძლება ეხა ეკომეგობრულობის თვალსაზრისით თუ ტანსაცმელზე ვისაუბროთ. და თუ გავწდებით, იქაც უამრავი შესაძლებლობა არის იგივე პროდუქტის ყიდვიდან გამომდინარე, ადგილობრივს რომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა იმიტომ კი არა რომ ჩვენები არიან და მურაბა ხალხია და არა, იმიტომ რომ მაგის გარდა უბრალოდ, მაგრამ მაგის გარდა, იმიტომ რომ მინიმუმ ჰაერის დაბინძურება არ ხდება მისი ტრანსპორტირებით. ყველაფერს თავი რა დაანება, ანუ არ ჭირდება ხა მე გარემოსდაცვით განმანათლებლობასაც ვცდილობ ასე ვთქვათ პარალელურად და ძალიან ბევრი ტრენინგებისთვის და იმისთვის რომ ამზადებ ხოლმე სტატისტიკას, ხო? არ ჭირდება ამდენი სტატისტიკა, როდესაც აი მარტო იმას დავუფიქრდები, რომ აი სადღაციდან ჩამოტანილს იქ კიდე დამატებითი ეფექტი აქვს, სულ რომ ძალიან მაგარი პროდუქტი იყოს. ნუ თუ ამ ქვეყანაში ეგ პროდუქტი არ მზადდება, ხა მე იმის მომხრე არ ვარ, რომ გამოქვაბულში დავბრუნდეთ და შუქი არ გვინდა და რაღაცა. ვიღაცებს გონიათ რომ გარემოს დამცველებს არც შუქი და არც კომფორტი არ გიყვარს, ეგრე არ არის. უბრალოდ აქ ყველაფერზე არის გონივრულ გამოყენებაზეა რა საუბარი რა. ეხლა ჩვენ პროდუქტს რო დაუბრუნდა, ხო? ჩვენ რას ვაკეთებთ? ანუ ნარჩენებს ქსოვილის ნარჩენებს ვაგროვებთ, თუმცა ესეთი გამორჩეული ქსოვილები იშვიათად გვხვდება ეხლა დიზაინერებთან ჩვენ არ თანამშრომლობთ. ჩვენ ძირითადად ლილოს ბაზრობა და მინიმუმ ასე თავისი ინიციატივით თუ რამეს მოგცემთ სამკერვალოდან. იქ რა ტიპის ნარჩენია, რაც არ გაიყიდა თუ როგორ? არა, იქ არის მაგალითად ძირითადად ეს ფარდების და ქსოვილების განყოფილებაში ან დახარვეზებული ან მორჩა ან რაღაცა და ესეთი ტიპის ნარჩენები არის, რომლის კომბინაციაში ვცდილობთ, რომ ძირითადად ჩვენი ესე თქვი პროდუქტი, პოპულარული პროდუქტი არის შორბეთ, თოთები ან ჩანთები, ნაჭრის ჩანთები, რომელიც მრავალფუნქციურად შეგიძლიათ ადამიანებმა გამოიყენა. მაგალითად სურსათი რო პარკში არ ჩაავა. კი, ზუსტად მაგ ფუნქციით ან როგორც გითხარით პროფესიონალები არ ყოფილიყართ, ამიტომ დავიწყოთ მარტივით და ეგ მარტივი კონსტრუქცია არის და შესაბამისად უამრავი რამით და როგორც სოფია მაღრიშა ჩვენც არ ვიცით თავიდან როგორ არის ხოლმე, უბრალოდ რა ნარჩენია, მე კომბინაციაში რაც ლამაზი გამოდის, ხან მოვხატავთ, ხან მოვქარგავთ, ხან რაღაცას მოვიფიქრებთ და მეორე პოპულარული პროდუქტი არის დროშები სადღესასწაულო, ტურისტებს მოსწონთ ძალიან, იმიტომ რომ ხდებიან რომ ერთხელ იყიდიან ამ სადღესასწაულო დროშას და მრავალჯერადი გარეცხვის მიუხედავადაც ექნება და ძალიან მოსწონთ ეს პროდუქტი და ძირითადად ეს ორი პროდუქტი გვეყიდება თორე ისე მაგალითად ნარჩენისგანაც ვაკეთებთ ვისამაგრებს, ღილებს, ან მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენი პროდუქტით პოპულარიზაცია გავუწიოთ იმას რომ ვაჩვენოთ ადამიანებს რომ ეს მანამდე იყო ნარჩენი სადღაცას ყუთში ედო ვიღაცას გადასაგდებად გამზადებული და ჩვენ ამისგან გავაკეთეთ ეს. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მისია და რატო გადავედი ამ პროდუქტზე რომ ჩვენ შეიძლება ბევრს ვერაფერს ვერ ვცვლით აი სოფიოს იმ აზრის გაგრძელება მინდოდა რომ ახლა ქსოვილის ხელახლა გამოყენება ზოგავს წყლის რესურსებს ანუ წყალი არ ბინძურდება იმიტომ რომ ეს ქსოვილის ინდუსტრია არის
აქვე სტუდია სტატისტიკა შემოგაშალეთ. ანუ მეორე ადგილზე არის ტოყათეული წყლის დამაბინძურებლების, ხო? და მეორე ადგილზეა ეს ინდუსტრია და ამავდროულად კიდე გამოიჩინა თავი მით, რომ არის წყლის რესურსების გამოყენებისა, ანუ დაბინძურებითაც მეორე ადგილზეა და გამოყენებითაც მეორე ადგილზე არის. ხო, ვიღაცა შეიძლება ინტრიგანი გამოგვიხდას და გითხრას, რომ ეხა აქ შენ ქსოვილის იმას აკეთებ, შენთან არ იქნება ქსოვილი და შენ დინარებს არ იცავ, ხო? სადღაცას სოფლის რომელიღაცა დინარის რაღაცა რესურს ხო ზოგავთ, ეხა ჩვენ იქნება თუ კიდე ვიღაცა სხვა ეს ანუ აი გარკვეულ პრობლემას ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არგუმენტი. მაგრამ გარდა ამისა, პირველ რიგში, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ, არის ის, რომ დაგავსაყრელზე უზოგავთ სივრცეს და ჰაერი არ ბინძურდება, მე უმეტესობა ქსოვილების მაინც ხელოვნური არის, როგორი ისეთიც არ უნდა იყოს, უმეტესობა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან იშვიათად ხდება ბუნებრივი ქსოვილი. ჩემთან რაც ხდება და მე რასაც მიწოს მუშაობა, პოლიესტერიანი არის ან 100%, ან 80%, ხო? ნუ თუ კოტონის ტილოზე არ მუშაობთ, ხო და შესაბამისად, ესეც ძალიან დიდი პლუსი და არგუმენტი არის ჩემთვის, რატომაც შეიძლება ვიწვალო, არც დიდი შემოსავალი აქვს ამ საქმიანობას ჩემთვის, მაგრამ რატომაც შეიძლება ვიწვალო და მესამე არის ის სწორედ, რომ შეიძლება ვიღაცისთვის ვიყოთ მაგალითი და მე პირადად რაც ეს საწარმო შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ არის ფინანსურად ძალიან წარმატებული სოციალური საწარმო, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდული ინიციატივისთვის გამიწევია კონსულტაცია, როგორ დავიწყეთ, რატო დავიწყეთ, რანაირად დავიწყეთ, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ აი ამ ასე ვთქვათ მეგობრული პრაქტიკების დანერგვას, მაგალითად სკოლის ბაზაზე შეიქმნა მინიმუმ 3 საწარმო, რაც მე ვიცი, ვინც მსგავს რაღაცეებს აკეთებს, მინიმუმ საქმემომქმედო ღონისძიებებს აკეთებს ამითი და ასე შემდეგ, ანუ ვიღაცამ შეიძლება დაიწყო ეს რაღაცა გაგრძელდება და მასშტაბი უფრო, ესე ვთქვათ, დიდი იქნება და ცნობიერების ამაღლება აქაც. ყველაზე რთულ დღეებშიც კი როცა ვთვლი, რომ ეს რატო წამოვიწყე, ეს საქმიანობა, აი ეგ უკავშირი და აი მსგავსი რაღაც შეხვედრები, ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ რაღაცას მაინც შეცვლის გარკვეული დროის, ასე ვთქვათ. ხო, დომინოს პრინციპი. ხო, მე ამის ჯერა, კი. წეგან ვახსენეთ ადგილობრივი წარმოება და ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბამბის მოყვანა ძალიან თავისუფლად შეიძლება და მოყავდათ კიდეც თურმე ადრე. გარდა ამისა, ცხვარი, რომელიც მე მგონი თუშური ცხვარი, რაღაცა ესეთი ძალიან განთქმული, არა მარტო სოფლიოში თავისი მატყლით. ექსპორტით გადის თან, ერთ-ერთი ხორცის მერე მეორე ადგილზე მე მგონი მატყლი გადის. და მე მგონი თვისობრივადაც განსხვავდება მირინოსისგან და სხვა. ხო, აი მეც ეგ გამიგია და რატო შეიძლება რომ გამოვიყენოთ ადგილობრივი პროდუქცია, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება მთლიანი ჯაჭვი, ანუ ორგანულად მოყვანილი აქვე კოტონი, ბამბა, რაღაცა თავისი მატყლის ელემენტით თუ როგორც იქნება და ადგილზევე შეკერილი, ნუ ეს იქნება რა არ ვიცი, ალბათ სხვათა შორის ყველაზე ორგანული და ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ნატურალური ფერებით შეღებილი და უამრავ ტრადიციას აქვს, კი. ერთ-ერთი პროექტისთვის მოკლედ კვლევას ვაკეთებდი და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ძალიან დიდი ხნის ყოველთვის ვაწარმოებდით და ვქმნიდით ფარდაგებს, ქსოვილს არა მარტო მთაში, მთელ საქართველოში, ან დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში უფრო აბრეშუმი და სელის ქსოვილი იყო ყველაზე პოპულარული. და ნუ მთაში ბუნებრივია ეს ცხვართან და მატყლთან დაკავშირებული რაც კი შეიძლება და რომ ფარდაგი დაწყებული თუ ქსოვილი თუ ასე შემდეგ ეწარმოებინათ, მაგრამ როგორც მივხვდი, ან საბჭოეთის დროს ეს მოიშალა ეს ტრადიციული რეწვის ეს ხელობები, ასე ვთქვათ, და შემორჩა მარტო მთას, იმიტომ რომ მატყლიდან გამომდინარე, ანუ ბუნებრივი პროდუქტი ჰქონდათ და უნდათ არ უნდათ ეს პროდუქტი ანუ ეს ხელობა შემორჩა. ანუ მატყლი ისე ვიწარმოება, მე გარვიცოდი და როგორ არა. კი. არის რამოდენიმე ძალიან გამორჩეული ან ვინც ვიცი, ვინც მუშაობს თექაზე და ამ ასეთ პროდუქტებზე, ვიცი რომ სულ რამოდენიმე მომწოდებლები ყავთ პატიოსანი და ესეთი კარგად ბუნებრივი საღებავებით რომ ღებავს, მაგრამ რეალურად იმდენად დიდია ეს ტრადიციული რეწვასაც რომ გადავწყვეტ აქვე, ხო? იმდენად დიდი და მრავალსაუკუნოვანი იყო ეს ჭიათურაში აღმოაჩინეს თუ არ ვწდები ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მეორე საუკუნით არის თუ არ ვწდები დათარიღებული, მე შემიძლია კიდევ გაგიზიაროთ ეგ წყარო, ბოჭკო სელის ქსოვილის რაც ადასტურებს იმის, აი როგორც ყურძნის წიბწარო იპოვეს თავის დროზე, ხო? და ამით დადასტურდა რაღაცები ან ყველის რაღაცა ასე დადასტურდა რომ ამ მაგ დროს საქართველოში იწარმოებოდა ქსოვილი. ანუ იმ აღმოჩენა ყველაზე სასარგებლო ქსოვილია. ხო და აქედან მე უკვე კითხე სულ არ ვარ ხა არც სახელოვნებურ წრეში სამწუხაროდ ჩემი პროფესია სხვანაირად ავირჩიე თავის დროზე, მაგრამ
ტრადიციული რეწვის მიმართ ინტერესი გამიჩნდა სწორად ამ ქსოვილზე მუშაობის შემდეგ. ფარდაგის შესწავლა მინდა და მინდა რომ აი ფარდაგის და ესე ამ რესურსების ხელახლა გამოყენების რაღაცა პრაქტიკების კომბინაცია გავაკეთო, რომელიც შუა საუკუნეებში ჩვენთან არსებობდა. არა მარტო ჩვენთან, ყველგან არსებობდა, იმიტომ რომ ქსოვილის ხელმისაწვდომობა ნაკლები რო იყო მთელ მსოფლიოში, ბუნებრივია ხა ადამიანი იგონებს მე რაღაცა კრეატივი ერთვება, ხო? რომ რაღაცა ახალი გააკეთოს ხელახლა თან ადგილზევე, ანუ და ეს ჯეჯიმი მაგალითად ჩვენი ცნობილი ჯეჯიმები რაც არის ან ფარდაგის ნაირსახეობა, სწორედ მაქედან მოდის, რომ რაღაც ტანსაცმელი თუ გაწვდებოდა, იმას პატარა ძაფებად დაშლიდნენ, დაჭრიდნენ და ხელახლა ან ფარდაგს ქსოვდნენ, ან ფეხს საწმენს ან მოკლედ რისაიკლინგს აკეთებდნენ. და აქედან ჩაუღრმავდი ამ სწავლებასაც და მე ხვდები, რომ უამრავი რაღაცა არის, რაც არსებობდა უწინ და უბრალოდ მივიწყე მარტო რა მარტივად გააცოცხლა და ახალი ველოსიპედი არ გამოიგონა რა პირიქით თან კარგ საქმესაც მოემსახურები რა ისე ხარ რასაც ვამბობდი რომ აი რაღაც მთლიანი ჯაჭვი შეიძლება აიწყოს თქო ამას რა თქმა უნდა ჭირდება რაღაც ხარდაჭერა თუ გიცდიათ ოდესმე რომ მოგეპოვებინათ ან გრანტის სახით იქნებოდა თუ რაღაც დაფინანსების სახით რომ როგორც ვიცი ხარ რაღაც დაზგადარნადგარებს არ ფლობთ ხო არ ფლობთ ნუ ამ ეტაპზე არც გჭირდება თუმცა რომ ჭირდებოდეს მირჩენია ჩემი მქონდეს ყველაფერი მაგრამ თუ გქონიათ დაფინანსების მოძიების აი მანდ მივდივარ ახლა ჩვენ რო დავიწყეთ მუშაობა ძალიან თამამად შევდგით ამ სფეროში ფეხი იმის გამო რომ ნუ ეს მიმართულება არის ნუ ძალიან ტრენდული მთელ მსოფლიოში და ნუ ჩავთვალეთ რომ ახლა გრანტებსაც მოვიპოვებთ, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ, რაღაცა სახელოსნოები გვექნება. ვერაფერიც ვერ გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნუ ქალი მეწარმეები ვართ, ეკოლოგიაზე ვზრუნავთ. რა ვიცი, რაც კი შეიძლება ყველანაირ იმას ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ვერ მოვერგეთ ვერცერთ საგრანტო პროგრამას. აი რა უცნაურიც არ უნდა იყოს. ხო, რაღაცა ისეთ განსხვავებული საქმიანობა ალბათ მაგითო ხო. თუმცა, ნუ კი ერთხელ ავიღეთ მცირე გრანტი, მაგრამ არა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ხო ლაპარაკობთ. ანუ თლიანად თქვენი რესურსებით დაიწყეთ და დღემდე საერთოდ აი ერთი თეთრი არ გქონია გარედან შემოსული თანხა და მაგის გამო რომ ჩვენ ვერ ძვისდებით და რეალურად არ არის მომგებიანი საქმიანობა. ანუ როგორც ბიზნესი როგორც კი გვინდა რომ ვიყოთ ბიზნესი, იმიტომ რომ რეალურად კომერციულად მუშაობთ და ხო ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი არ არის, მაგრამ რაც კი თანხა შემოდის თამამად და გულახდილად ვიცაღი რომ ყველაფერი უკან ბრუნდება. კაპიკი არ გრჩება, მაგრამ აი ხოც აი სულ იმედი გვაქვს რომ აი ეს პერიოდი გადავაგოროთ და მე იქნება რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეთ და მეტი რესურსი გაჩნდეს და რაღაცა, იმიტომ რომ თუ არ ჩადე ბიზნესში თანხა ის არ დაგიწერს. ხო და თან ეს ისეთი საქმიანობაა რომ ხო, სავარაუდოდ მოსაოდნელიც იყო რომ ძალიან ნელ-ნელა. რასაკვირველია, თუმცა ნელ-ნელა, ანუ ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ რაღაცა მხარდაჭერა გვექნებოდა. გრანტის სახით იქნებოდა. ვაფშე მე რომ მკითხო საერთოდ სუბსიდირებული უნდა იყოს ეგეთი იდეები. იმიტომ რომ რეალურად არ არის ეს კომერციულად მომგებიანი. იმდენი ადამიანური რესურსი იხარჯება ჩვენთან აი კონკრეტული ერთი პროდუქტის შექმნაში. აი ეს ჩაჭვი რომ მოგიყვეთ, ნუ აი ძალიან სასაცილო. ეხა მართლა რა ფასადაც და წარმომიდგენია როგორი ხარისხიანია პროდუქცია, რადგან არის გასმით. იქიდან გამომდინარე რომ მართლა გვაქვს უძვირფასესი ქსოვილი, იმიტომ რომ ნუ აი წარმოვიდგინეთ ახლა ყველა დიზაინერს როგორი ძვირფასი ქსოვილი აქვს თავისი გამორჩეული ხარისხიანი აქედან ჩამოტანილი იქიდან ჩამოტანილი რაღაცა სათითაოდ ნარჩენი იმის ნარჩენებს რო ვიღებთ ახლა თან ნუ კატეგორიზაციაც უნდა მოხდეს ამ ქსოვილების ხო ყველაფერთან ვერ მიდის ყველაფერი ფეხსაცმელზე ვერ მიდის მაგრამ სხვა რაღაცაზე მიდის ამას ყველაფერს ახალისხება ჭირდება
ფეხსაცმელზე წეღან ვამბობდით, რომ რაღაცა საბურავების იდეა რო გქონდათ ეგ ხო როგორც კი შევიტყეთ, რომ საქართველოში არსებობს კომპანია, რომელიც ამუშავებს საბურავებს, რასაკვირველია მიმართეთ და გვინდოდა რომ ჩვენი ასე ვთქვათ იდეის უფრო მეტად გამართლებისთვის ბარემ ხო ძირიც ქონოდა ქართული წარმოების და მეორადი მასალის. ხო, სამწუხაროდ ხო არ გამოდგა მომგებიანი წარმოებული კომპანიისთვის და მესმის კიდევაც ახლა მარტო ჩემთვის რატო უნდა დამზადოს. და ნუ მოთხოვნაც თანადო შესაბამისად ავტყობა არ არის ბაზარზე. მე მგონი აი რამდენიმე მსგავსი ხა ფაქტი რომ ორი ერთ დაახლოებით საქმე არ არის საჭირო. ანუ ყველა ფეხსაცმელის წარმოებელს ჭირდება ძირი. ანუ თუნდაც ტყავი პირველადი ტყავისგან აწარმოებს. ყველა მწარმოებელს. ანუ რომ მიდიხარ ბაზარში და თურქეთიდან შემოტანილ ყიდულობ ანუ იგივე ხარისხი უნდა დადო ადგილობრივად და უნდა იყიდებოდეს. ანუ მე მგონია რომ უბრალოდ დაინახოს უნდა ამ ორმა სექტორმა ერთმანეთი. დაინახოს ერთმანეთი და მოთხოვნა კომპანიები. ჩვენ არ მგონია რომ გავბერდეთ. არა, მე ვგულისხმობ რომ აი ამ მოთხოვნაში სიტყვაზე რომ ერთად მოითხოვოთ რამდენიმე კომპანიამ იმ გადამამუშავებლისგან რომ იქნებ დაგვიმზადო. იცი როგორ არის? აი ორნაირად ჩდება მოთხოვნა, ხო? ან არის პროდუქტი და იმაზე მე ჩდება, ან უბრალოდ ბაზარზე არის მოთხოვნა და ის პროდუქტი ჩდება, ხო? ამ შემთხვევაში მე მგონია რომ უბრალოდ უნდა შემოვიდეს ბაზარზე ადგილობრივი მწარმოების გადამუშავებული ძირების მასალა. და ამას ხაზგასმით ერთხქვას რა არის? და ძალიან დიდი იმედი მაქვს, კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მეწაღე თუ ფეხსაცმლის წარმოებული კომპანია გადავა ამ პროდუქტზე. კი. ხო, გადავა და მანდ ახლა ისევ იმასთან მივდივართ, რომ თვითონ მომხმარებლისთვის ეს უნდა იყოს რაღაცა ღირებული, იმ თვალსაზრისით, რომ ანუ ეკოლოგიური, უბრალოდ მდგრადი და ეკომეგობრული პროდუქცია მისთვის რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ისეთ ღირებულს, რომ მოითხოვოს სიტყვაზე, რომ მივადა დახვდება რაღაცა ორი პროდუქცია, ერთი ჩვეულებრივ როგორც გითხოს, სიტყვაზე თურქეთიდან შემოტანილი ლანჩსა შეკერილი და მეორე რო ეტყვი, რომ იცი რა ეს ადგილობრივი გადამუშავებული რაღაცა მისთვის ეს უნდა ნიშნავდეს რაღაცას რა და მაგიტო ვართ ზუსტად მე პირადად თქვენი ორივეს ძალიან მადლობელი რომ არ ეშვებით ამ საქმეს მაინც აკეთებთ და თუნდაც აი თითო ადამიანის დონეზე მაინც ავრცელებთ ამ ცნობიერებას რომ ეს არის სწორი აი რო დავბრუნდეთ ახლა იმიდიამდე რომ რახან ქართულია და რახან ეკომეგობრულია მე მგონია რომ უბრალოდ ჩვენ შევეშვით სიმართლე გითხრა აი ამის ყვირილს. ჩვენ პროდუქტს მოყვება თეგი, რომელზეც გარკვევით წერია რას ყიდულობენ და ამ შესყიდვით რაში დებენ თავის ფულს. ამის გარდა სხვა სახით დიდად აღარ ყვირივართ ჩვენი პროდუქციის ასე ვთქვათ სიკეთეებზე, ხო? უბრალოდ გვინდა რომ ადამიანმა ნახოს ხარისხი. შენ თუ გექნება როგორც ლანჩის მწარმოებელს, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ხარისხი, იქ არ დაგჭირდება რომ იყვირო რომ ეს არის ეკომეგობრული და მოდი მხარი დამიჭირე. უბრალოდ ავტომატურად გადმოვლენ იქიდან შენთან. იმიტომ რომ ხარისხი თუ არ გაქვს, სულ ერთია. აი ამდენი წლის, რა ვიცი, 4 წელი ხო გავიდა, რაც ჩვენ ვარსებობთ. ამ მომხმარებელს არ აინტერესებს შენი კონცეფცია, იმას აინტერესებს რას ყიდულობს. ხო და მე ვამბობ ის კომპონენტიც უნდა დაემატოს, რომ კი თან ხარისხიანია და რასაკვირველია, თუმცა შენ თუ შესაბამის ხარისხს არ შეთავაზებ. რაც არ უნდა ეკომეგობრული იყო, ის არ იყიდის. მე მგონია რომ თქვენ კომპანიას კონკრეტულად ვიცი რატომაც არ იყიდის. ანუ მე თვითონ რამდენად
მომართული ტვინი მაქვს, მაგრამ მე მჭირდება შესაბამისი ხარისხი. უხარისხო, მოდი შევთავაზო, უხარისხო ნიშნავს არაეკომეგობრულს, რაც არ უნდა იყოს. თუ არის უხარისხო, თუმცა ხო არის პროდუქცია, რაც იქნება აი ამ მეორადი რაღაცეებით, რაც არ არის მდგრადი, ესე ვთქვათ, მდგრადი გამძლეობის თვალსაზრისით. ეგ უკვე არამეგობრულს ნიშნავს, არაეკომეგობრულს ნიშნავს, იმიტომ რომ ის მალე გაიხება, მალე გაფუჭდება და აი ჩვენც ახლა ვცდილობთ რომ მილიონი იდეით მეგობრები ყველა ვინც გუშავთ, რომ მოდი ამის კეთება დაიწყეთ, იმის კეთება დაიწყეთ. ტანსაცმელზე მათ შორის და ტანსაცმელზე მე თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ტანსაცმლის კონსტრუირებას, აკეთებას, ფეხსაცმელი იქნებ, რა ძალიან რთული არის რა. მინიმუმ საწყობა. ხო, უბრალოდ მარტივ ჩანთაზეც რო ვისაუბროთ, ხა ამას რა უნდა მეც შევკერავ, რომ კი, შეკერავთ, ნამდვილად შეკერავთ, უბრალოდ რაღაცას, აი მოტკუთხედ ჩანთას 14 სხვადასხვა საფეხური სჭირდება, რომ გააკეთო, მიიღო, ხო? შედეგამდე მიხვიდე და ნარჩენისგან თუ აკეთებ, ჯერ ის ქსოვილი უნდა მიიღო, ან უნდა აწყო კომბინაცია გააკეთო და მე რომ შეხედა ამისგან ამზომას გამოვჭრი, ხო? ან კიდე დამატებით ემატება. შესაბამისად, ან რთულია და აბსოლუტურად ვეთანხმები ხარისხის საკითხში. ჩვენ მაგალითად ჩვენს პროდუქტს ანძვირად არ ვყიდით, მიხედვით იმისა, რომ რაღაც ნაჭრეს ჩანთები შეიძლება $40 ზემოთ იყიდებოდა, ჩვენ რაღაცა 20-დან ასე $35 ფარგლებში მე რყევობთ ხოლმე, გააჩნია ქსოვილს, ან ხელით მოხატული თუ ან რაღაცა, მაგას ვითვალისწინებთ, თორე დიდად ვერ ვყიდით ძალიან ძვირ საფასო კატეგორიაში რა, ზუსტად მაგიტომ. მაგრამ აი მაგ ნაწილს თქვენ რასაც ამბობთ, აი განათლების, გარემოსდაცვით განათლების ნაწილს მიყვებით. აი გამოფენებზეც მონაწილეობა ჩემთვის არასდროს არ არის ხოლმე დამაკმაყოფილებელი ფინანსურ ნაწილში, მაგრამ მინიმუმ ერთ ადამიანს თუ ვესაუბრე იმ კონცეფციაზე, რასაც მე ვაკეთებ, მე უკვე ჩავთვალე, რომ ის თუნდაც გორი და რო ჩამოვა თბილისში ან სადმე წავალ, ის ნაწილი ამოღებული მაქვს, ასე ვთქვათ რა, მინუსში არ ვარ, იმიტომ რომ ჩვენი როგორც გითხარი იმ პროდუქციის ასე ვთქვათ მთელი მუღამი და არსი არის ის რომ განათლების ნაწილი ჩაატაროს. შეიძლება ვერ იყოს ისეთი მაღალი ხარისხის ქსოვილები და არ იყოს ესეთი გამორჩეული, ძალიან მარტივი ტილოს ჩანთა იყოს, მაგრამ ზედ კონდეს წარწერა იმის შესახებ, რომ შენ აი ამ ჩანთას რო ყიდულობ, ხელს უწყობ იმ საწარმოს, სადაც ქსოვილის ხელახლა გამოყენებას უწყობენ ხელს. ხარისხს რამდენად ახერხებთ, რომ იყოს კი, ანუ მაგას ის რაც კერვას და რაღაცებს მაგასთან რა თქმა უნდა, ვცდილობთ, იმიტომ რომ ისედაც კითხვის ნიშნები ხარ წარმოედგინე ბაზარზე რაღაცა სატვად ნარჩენებიდან წამოღებულ რაღაცას ჭრიქიდან რაღაცას კერა, მე კიდე რაღაცა საეჭვო რაღაცებზე ლაპარაკობი რაღაც სტატისტიკაზე გველაპარაკე და თან თუ ცუდათა დასტროჭკილი მაშინ ხო, არა ხო, ირა ჩვენი მის ფარგლებში შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ. აი ვცდილობთ მაგალითად რეცხავთ ხშირად რომ ანუ რომ ვკერავთ ხო რაღაცებს რეცხავთ რომ მაგალითად ქსოვილთან რომელთანაც არ გვიმუშავე არ ვიცით როგორ მოიქცევა ფერი გასდის არ გასდის შეიძლება იშლება ხო ეს ნაკერი არ უხდება ანუ ეგეთ რაღაცებსაც კი ვხარჯავთ ზედმეტ დროს როცა ხა კლასიკურად ვიხო სადღაცას რომელიც სამკერვალოს ჩანთა რო იკერება არავინ არ რეცხავს ხო ჩვენ ამებსაც ვაკეთებთ ვითვალისწინებთ იმიტომ რომ ადამიანს ელაპარაკები მოგყვება ყიდულობს და მე რო გაერღვას ან რაღაცა მოუვიდეს რაც ყოველ რა თქმა უნდა მოხდება 1000-ში ერთხელ შეიძლება მართლა მოხდეს და ადამიანები ვართ და შესაძლოა გაპარულა და შესაბამისი ბოდიშიც მოგვიხდია მაგრამ კი ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ სამჯერ ორჯერ ზედმეტად სტროჭკათ რომ ნუ ხუმრობ რა თქმა უნდა მაგრამ მიმიღდით ხო ძალისხმევას ნამდვილად არ ვაკლებთ იმიტომ რომ მოიპოვებ ამ მომხარებლის ყურადღებასთან მე არ გინდა რა თქმა უნდა ნებისმიერ პროდუქტი ახლა ხარისხზე თუ არ იფიქრე თუნდაც ტრადიციული მეწარმეობა იყოს, არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რასაც ქართველი მეწარმეები შეათაშავებენ ჩემი აზრით, ეკოლოგიურად მოიპოვებენ რაღაცა მომხარებლებს და მე ბოდიში და არადარდებთ, ხო, არადარდებთ მომხარებლის ისა და მე იქიდან გამომდინარე მოწოდებით ესეთი ლოიალური მომხარებელი ვარ ყველა ბრენდის და ასე შემდეგ გულშემატკივარით რაღაცა, მსგავს რაღაცას ჩემ თავს ვაყენებ პირველ რიგში, როგორც მომხარებელს, ისე ვუყრებ ამ ყველაფერს. ხო, რასაკვირველია. ამიტომ ზედმეტ რაღაცეებში არ გადავდივარ რა და გრანტებს რაც შეეხება ამ თემასაც ვიტყვი რომ თვითონ ეს საწარმო გრანტის დახმარებით დაფუძნდა DRC მოგცა და GIZ-ის ასე ვთქვათ დიდი პროექტის რაღაც ქვეგრანტი იყო და DRC დევნილი მე აფხაზეთიდან გახლავარ და დევნილი ქალების მხარდასაჭერად იყო დასაქმებულიც დევნილი ქალები მყავდნენ მაგრამ ეს იყო გრანტი მხოლოდ დანადგარები და ავეჯი, ანუ როგორც ასეთი სახელმწიფო ფონდი ან იჯარის ფონდი არ ქონია და
მიუხედავად ამისა, კოვიდის დროსაც საწარმო თავის თავს ინახავდა და ადამიანებსაც ასაქმებდა, შეიძლება მაღალი ხელფასები არ ყოფილიყო. ეს იყო ანუ ზუგდიდში მაშინ 21 წელს დავიწყეთ აქტიურად უკვე მუშაობა. ეხლა ხართ გორში? ეხლა გორში ვართ, დიახ, თუმცა ბოლო 2 წელია არც დიდი გრანტი მაგის მერე არც არ აგვიღია, მცდელობები გქონდა, მაგრამ არ აგვიღია. ამ ეტაპზეც რეალურად თანამშრომლები არ მყავს და ან თუ არის დიდი შეკვეთა კორპორატიული მაგ შემთხვევაში აუთსორსი და ვეძახი და მეხმარებიან, ხოლმე რა თქმა უნდა ანაზღაურებით ხდება. დანარჩენი ან ვცდილობ, რომ ეს საქმე იმდენი დრო და იმდენი პირადი რესურსი ან ფინანსური რესურსი მეც ჩავდები თავის დროზე იქ საწარმო რო ვიქირავე და ასე შემდეგ. არ მინდა რომ უბრალოდ ხელი ჩავიქნე, იმიტომ რომ ისეთი პერიოდია. მადლობა შენ ამისთვის. მართლა ცოტა გული მიჭირდება ხოლმე ისეთი რანდომებას რო ხედავ. პარალელური პოლიტიკური, სოციოეკონომიკური იდეები, რომელიც თაროზე გვიდევს ან თავის რაღაცა ნაოჭებში არის ჩაკარგული, ხო? უბრალოდ мотивация არ მაქვს, რომ ამაზე დამატებითი რესურსი ან ინვესტიცია ვეძებო, ხო? იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია არ აქვს გარემოს დაცვით, რაღაცა ეკომეგობრულ ქსოვილის ჩანთაზე, ან თუნდაც იმ დიდ წარმოებაზე, რომელზეც საუბრობდი დასაწყისში, რომ გვინდა რომ ქვეყანაში პირველები ვიყოთ მაგ და დავიწყოთ, ხო? უბრალოდ ჩაკარგულია, იმიტომ რომ თავზე გვემხობა ქვეყნიერება და გინდა არ გინდა გაჩერებული ხარ და ერთადერთი რასაც ჩვევით არის ის რომ შეიძლება სადღაცა სასწავლო ვიზიტით წავიდეთ რომ სანამ აქ რაღაცა ქაოსია რომ დრო დავხარჯოთ იმაში რომ შევისწავლოთ შეიძლება პოტენციური ინვესტორი იპოვო შეიძლება პოტენციური რაღაცა უკეთესი ტექნოლოგია იპოვო ბაზრის კვლევებს გაეცნო ევროკავშირის რაღაც კანონმდებლობის იმიტომ რომ იცი რომ ის მერე ზეგავლენა შენზე მოახდენს და აი ესეთ რაღაცებში კარგავთ ეხლა ხარჯავთ დროს კი კარგავთ ხარჯავთ მე მგონია რომ ეხლა ვინმე თუ გვისმენს ისეთი მარკეტოლოგები, ვინც არის თავის პროფესიაში, ესე ვთქვათ რა, ძალიან მაგარი და თან უნდა რომ ეკოლოგიაზეც იზრუნოს, მგონია რომ საუკეთესო საშუალებაა, რომ აი ესეთ კომპანიებს, როგორც არის თქვენი, გაუწიოს რაღაცა ტიპის დახმარება, კონსულტაცია, თავისი როგორ თქვა ამ ეკოკვალის შემცირების მიზნით რა ესე ვიტყოდი მე პირადად იმიტომ რომ აი ხა რასაც ვუყურებ ხო ორივეს და მაგის გარეშე არ გამოვა კი თქვენ პროდუქციასაც ერთადერთი რაც გჭირდებათ არის შეფუთვა და ცოტა უფრო ისეთი მიმწოლი მარკეტინგი ხო ჩვენც ვერ ვახერხებთ მაგაში ინვესტირებას იმიტომ რომ აი ეს წარმატება რაც გითხარით პირველივე წლიდანაც იყო სწორედ დამსახურება იყო ჩემი მეგობრები არიან თან დიდ პატივს CSR-ში არიან მარკეტოლოგებიც არიან და ნუ CSR-ში არიან თაკოთ 1000 მოვიკითხავ მათ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ზუგდიდში იქ პირდაპირ გაყიდვები არ ქონდა ჩვენ კორპორატიული შეკვეთები რო არ ყოფილიყო და სხვა კომპანიებს ემუშავებოდნენ ზუსტად მაგაზე რომ აი რეგიონში ქალები არიან დევნილი ქალები არიან და თან ამავდროულად ნახე ამას აკეთებენ და ეს ძალიან გვეხმარებოდა იმ კომპანიების CSR-ის ასე ვთქვათ ფარგლებში ჩვენ რაღაცა შემოსავალი გქონოდა მართლა შეუძლებელი არის რომ აი ესეთი ადამიანების ზრუნვის გარეშე ისინი ჩვენგან უსასყიდლოდ აბსოლუტურად გვეხმარებოდნენ რომ აი ესეთ დიდ კომპანიებს დავენახეთ ჩვენნაირი ადამიანები ვინც რაღაცა იდეას ემსახურება თან ცდილობს ეკონომიკური დოვლათის შექმნას და რაღაცა შეცვალოს ამიტომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგის გარეშე როგორც კი იგივე უკრაინის ომი რო დაიწყო ხო უკრაინაში და სამწუხარო ფაქტი იყო და აბსოლუტურად ჩვენც კი რაღაცა ჩვენი ორი კაპიკით გადართული ვიყავით ამ მხარდაჭერაზე თქვა და აქტივობებზე სოციალურ პასუხისმგებლობისა ეს პროგრამები დიდი კომპანიის ჩვენთვის დამთავრდა იმიტომ რომ ბუნებრივად ყველა გადაერთო მხარდაჭერაზე იგივე ლტოლილების მიმართულებით და რაღაცა მომებზე ხო მანდ დაგვეტყო ძალიან ცუდად შეიძლება უკრაინაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ამ სხვადასხვა დროს სასწავლო ვიზიტებში რო ვარ ჩართული ამ პროექტებში უკრაინელი მეწარმეები არ ჩერდებიან პირიქით 10 მოგიცალით უფრო მეც მუშაობენ საერთოდ მე მგონი კარგი გაგებით არანორმალური ხალხია მაგრამ ანუ იმას გულისხმობ რომ ჩვენ უფრო დეპრესიული და რაღაც ისეთი ეკონომიკურადაც ბევრ რამეში უფრო დაგვეტყო ვიდრე მათ ანუ წარმოების თვალსაზრისით არ გაჩერებულან და ჩვენ აი ესეთ წვრილ კომპანიებს რომელიც რეგიონებში ვართ განსაკუთრებით და აქ არ გვაქვს ესეთი გაყიდვების ესეთი მრავალფეროვანი არხები ხო ჩემს საწარმოს მაგალითად ეგ დაეტყვენ რომ ჩემი შემოსავლების 80% მოდიოდა დიდი კომპანიების CSR პროგრამების ხარჯზე
ხო, რაც უფრო პატარა ხარ, სენსიტიური ხარ. ჩვენთან ახლა პირიქით შემიძლია შემოვაბრუნო რა. ყოველთვის უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს რეგიონებს. ანუ რეგიონში არსებულ იმებს, თბილისი ყოველთვის აუთსაიდერი იყო ხოლმე და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია არის თითო-თითო. ძალიან გვიჭირს გაყიდვები მაგ თვალსაზრისითაც. ანუ ის რომ ადამიანმა ჩაიცვას შენი ნაწარმი ან დაიჭიროს და მიხვდეს რომ სხვა ამას ვერ ანუ სხვა ეგეთი არა ექსკლუზივია და შენია ანუ მაგამდე ვერ მიდიან მაგრამ წარმოებაც რთულია ჩვენთვის იმიტომ რომ თქვა ერთი წყვილი ფეხსაცმელი რო გვაქვს და მომხმარებელს ის უნდა მაგრამ ის არ არის მისი ზომა ისე ფეხსაცმელს მე იწყება აი ეს მოლაპარაკება რომ ჩვენ ვთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს მსგავსი ფერებით, ანუ ამას ვათანხმებთ. ზუსტად იგივე ვერც გამოსავაროთ ეს ზუსტად იგივე რასაკვირველი არ გამოდის, მაგრამ პლუსიც არის. ვეკითხებით რა ფერი გინდა, რა ტონებში გინდა, რა მასალა მეტნაკლებად, რამდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ, აქედან ისინი ირჩევენ. და მე ვიწყებთ ამისი წარმოებაში ჩაშვებას. ანუ თუ ხო წარმოგიდგენიათ ეს რა პროცედურა არის და მე რომ მოვადა ეს იცი რა ეს ორნამენტი ცხვირზე მინდოდა და არა გვერდზე აუ კარგი რა ისე ხა ბუნებრივად მეკითხავდა ვინ არიან თქვენი მომხმარებლები აი უფრო რა კატეგორიის რა იცი ეს კატეგორიზაციას ვერ გავაკეთებ რამდენად უფრო რა უფრო როგორ თქვა იჭერს თქვენ მომხმარებელს ეკომეგობრულობა თუ აი ეს რაღაც ექსკლუზიურობა და განსხვავებული პროდუქცია ეკომეგობრულობა საერთოდ შეგვიძლია ამოვიღოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოწონთ ის რო არის განსხვავებული ფერადი სხვას აქვს თუ არა აქვს თუ მაგაზე მე მგონი ნაკლებად ვფიქრობენ ანუ დიზაინი მხოლოდ და მხოლოდ დიზაინი და ხარისხი არის რაც რითიც აქამდე მოვაგროვეთ ასე ვთქვათ მომხმარებელი ჩვენ კი ვცდილობთ ანუ რეალურად მაგითი დავიწყეთ ანუ პირველი მესიჯი რაც თქვით და ყოველთვის ვიმეორებდით იყო ის რომ ეს იქნება ნარჩენებისგან თუმცა მგონია რომ შეიძლება მარკეტინგულად იყო არც ისე სწორი ნაბიჯი იმ თვალსაზრისით რომ ნარჩენი რო ეს მისადებს გონია რომ დაგვით დაკავშირით ეკები და იქით იმიტომ რომ სუცილობ რომ რამე უფრო სიმპათიური სიტყვები იყო მაგრამ არის რამე ნარჩენის გარდა უარესებია და ანუ ნარჩენი არის ყველაზე მორჩენილი ხო შეიძლება იცი როგორ რაღაც აი თავიდან რომ მოკლედ ესეთი სტეიტმენტი რო გავაკეთეთ და დავდეთ ჩვენ სოციალურ ქსელით დავიწყეთ რეალიზება კომენტარებს რომ კითხულობთ აი არ მჯერო და თქვენ ნაგვიდან ამოქეკეთ და ამითი ფულის გაკეთება გინდათ აი თუმცა რატო იცი იმიტომ რომ ანუ აი განათლება წინ არ უწყოდა რა ჩვენ თან წარმოება გვინდა და თან განათლება და აი იმ შუაში ვართ გაჭხრილები მაგრამ ნუ ესა ჩვენი ესე ვთქვათ და მარკეტინგის გარეშე გინდათ მე მოკლედ თქვენ პრობლემას მივაგენი რა ძალიან გთხოვთ მარკეტოლოგებო რომ შეიტანოთ წვლილი ჩვენი მომხმარებელზე რომ ვთქვათ ჩვენ ძირთად გაყიდვა როგორც გითხარით არის რომ კორპორატიული შეკვეთები მაგალითად ახალწლო შეფუთვა ან ჩანთები რამე კონფერენციისთვის და შემდეგ ან დროშები მაგრამ გვაქვს ასევე ან სოციალურ საწარმოთა ალიანსს აქვს მაღაზია ეს კი თბილისში ვაჩნაძის 7 ნომერში და ჩვენი პროდუქცია იქაც იყიდება რაც არის იქ წარმოდგენილი ალბათ მისი 80%-ის მომხმარებელი თუ მეტის არა არის უცხოელი ტურისტი და ძირითადად ჩვენ წარწერებით მე გადავწყვიტეთ რომ ესე უბრალოდ მომხმარებელს ველაპარაკოთ და არის ინგლისურ ენაზე რომ გამარჯობა მე ვარ ხელახლა გამოყენებული საქართველოს ანუ I am upcycled in Georgia რაღაც ეგეთ ჰეშტეგებს და რაღაც წარწერებს ვიყენებთ ხოლმე და მათ რატო იმიტომ რომ მათ არ ჭირდებათ იმდენი ახსნა რამდენი ჭირდება ქართულ მომხმარებელს მინიმუმ 10-15 წუთი მართლა უნდა ისაუბრო მომხმარებელთან რომ ეს მართლა ნაგავში არ გვიპოვია და
შეიძლება პოტენციურად მოხვედრილი იყო ნაგავ საყრელზე, მაგრამ ნაგავში არ გვიპოვია რა. მოკლედ ამის ახსნა დაართულია ხოლმე. იქიდან გამომდინარე, ეს არ გვაქვს ჯერ გამჯდარი, ასე ვთქვათ რა. მეგონი ლექსიკონზეც გვაქვს სამუშაო რა. ხო, მოსაძებნი. ხო, მაგას ვიძახდი რა, იმ ვერბალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ნუ აი მართლა ხა ჩვენ შემთხვევაში რახან გვინდა რომ ანუ ცოტა ლაქშერიც ვიყოთ და თან ეკო მეგობრულებიც ანუ ეს ნარჩენი უკვე ძალიან ცუდად ჟღერს ხარებლის ვერაფრით ვერ ვიყავთ ამ ტურის ან გამოფენებზეც რო ვარ ხოლმე და წარწარა მიწერია რომ 100%-ით ხელახლა upcycled სიტყვას ვიყენებთ ხო upcycled-საც ქართულ კარგში საწყვეტსაც ვერ ვუყოვებ ხო და აი რო ამას რო upcycled რო წერ უკვე ახსნა აღარ ჭირდება რა ან made from waste რო იტყვი უკვე მორჩა დამთავრებულია ერთს კი არა შეიძლება სამი იყიდოს იმ თავის შულსაც წაუყოს და რაღაცა და ჩვენ შემთხვევაში ანუ ქართულ მოხდარებთან ცოტა რთულია იმიტომ რომ იცით თან ნარჩენია და თან 20 ლარი ღირს 25 რა ამბავია რა ხო და არა და მე აი ხა თქვენ შემთხვევაში მაგალითად ძალიან სწორი მიმართება მგონია რომ ცოტა ლაქშერი მართლაც გავხადოთ ეს პროდუქცია. მე მახსოვს როგორც მეუხმარებელი ხშევით და გიყურებდი თქვენ კომუნიკაციას იქ მარკეტერზე სადღაც სტატიები რო იდება ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ ფოტოებიც მაღალი ხარისხის იქ ამას ფოტო ჩვენ თვითონ გვაქვს ბექგრაუნდი ამას მიშობა არ აქვს შორიდან ძალიან კარგად ჩანდა ხო ანუ რეალურად ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ რა ანუ ჩვენ ანუ მე ჩვენაც ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული ძალიან დიდი ხანი, ანუ მარკეტინგულად ვიცი. აი ხო, ანუ მეგობრები მყავს ბევრი ფოტოგრაფები და ძალიან დიდი მადლობა მათ რომ აი სულ გვერდში გვედგიან უსასყიდლოდ, იმიტომ რომ ხო მოდელის თანხაც არა გვაქვს, ამიტომ მე თუ მაცია მე თვითონ ვერ გადავიღებ, ხო თითქოს მაცია მე. და ჩემ მეგობრებთან იწყებ ჩამორეკვა, აუ ვისკცალია. ოკეი, ხოწევი რა 1-2 წელი მაგადასაღებ და აი ამითი გავდივართ ფონზე, იმიტომ რომ არაპროფესიონალური და დაბალი ხარისხის ფოტოებზე კატეგორიულად ვიძახით უარს, და მაგას მიჩვენია საერთოდ არ დავდო. და სანამ არ მივიღებთ მაღალი ხარისხის და შესაფერი, ანუ კონტენტი უნდა იყოს პროდუქციის შესაფერისი, ხო მართალია და ამენით ელაპარაკები მე მომხმარებელს. ამიტომაც ვცდილობთ რომ ყველაფერში დავიჭიროთ მაღალი ხარისხი და თვითონ პროდუქციაც ისე იყოს შეფუთული, რომ ჩვენი პროდუქცია ყველაფერი დება ჩვენივე ქისებში. ეს ქისებიც არის მეორადი, ანუ რაც ფეხსაცმელზე არ მიდის, ჩანთაზე არ მიდის, ვერაფერში ვერ ვიყენებ, ვიკერავთ ქისებს. ანუ ფუთავთ ყველანაირად ისე, რომ აი ამ ლაქშერი კატეგორიაში გავიდეს. შეფუთვიან, ხარისხიან, ვიზუალიანად, ფუნქციურადაც და რა ვიცი რა კომუნიკაცია გქონია რომ ძალიან კარგი მოხდება. აი გეუბნები ერთი ეს ცოტა ტერმინოლოგია რაღაცა მოვიფიქროთ ყველამ ერთად და დროც საჭიროა რა მარტო ახალი მიმართულება მარტო ჩვენი სექტორი ვერ შეცვლა მარტო მე და ხო არ ვარ კიდე არიან ადამიანები ვინც ქსოვილის ხელახლა გამოყენებაზე მუშაობენ მაგრამ ანუ რეალურად ნახე ანუ რაღაც სხვა პრობლემებიც უნდა ჩამოგშორდეს რომ მოვიცალოთ აი ხა სულ სხვა სექტორია თუ გსმენიათ რეკლამა სამშენებლო სექტორში მწვანე კარკასის რეკლამები ძალიან ხშირად არის ხოლმე და ვინ იცის რა არის ეს მწვანე კარკასი ქართული გაგებით არავინ არ იცის რა მაგრამ სადღაცას რაღაც გარკვეული კატეგორიისთვის რომ ნახეს რომ ეს მოთხოვნა იყო რომელიღაცა სამშენებლო კომპანიამ მოიგონა არც მახსოვს რომელი იყო უბრალოდ აი ხუმრობდი ჩემი ძმა მაგ სექტორში და ჩავეკითხები ხოლმე და რაღაცა ხუმრობთ ხოლმე ჩვენ შორის რამეს ნიშნავს? ანუ მწვანე კარკასი აი რას ნიშნავს? რო ჩაუღმავდი იქ რამე რო წაიკითხო, ანუ არცად განმარტება არ წერია. ეს გულისხმობს რას, რომ უფრო მაგალითად ისეთი დათბურებაა გაკეთებული, რომ დაზოგვოს აკეთებს ამთარსად თუ ხო, ამაზე არ არის, აი იქ წერია რამე იგეთი, ანუ რაღაც სხვანაირადაა შელესილი. ანუ ნახე, მილიონი კითხვა გამიჩნდა, მე მწვანე კარკასი რა, მწვანეთ არის შეღებილი, ანუ თეთრი კარკასი ხო ისე რომ თეთრი შედიხარ და მწვანეა ყველა. მაგრამ ნახე, აი უბრალოდ ამით რისი თქვა მინდა რომ როგორც კი რაღაც მოთხოვნა გაჩნდება მომხმარებლისგან ხო ნელ-ნელა თავიდან შეიძლება რაღაცა ძალიან
თუ ინგლისური ესეთ ტერმინი არის greenwashing-ი შეიძლება იყოს და ხშირად ხვდებით ხოლმე იგივე სხვა კომპანიები თავის CCS არის ფარგლებში ცოტა greenwashing-ემ ხოლმე მაგრამ და მეგობრებმა რო იციან მე ამას ძალიან ესე მოშვები ხოლმე რომ მეუნებიან აი ხა ეს ხო greenwashing-ია მე ვთქვი კლასიკური მაგრამ ნახე სხვა არაფერი არ გვაქვს ამ ეტაპზე greenwashing-ითაც მე ძალიან თანახმავ იმიტომ რომ ეს გვეხმარება გაზრდაში ანუ ამ მიმართულებით ჩვენ განათლებას ვიღებთ რაღაცა დროის მერე თავის დროზე მე ძალიან greenwashing-ებდი ჩემი აზრებით და იგი როგორც მომხმარებელი ხო რაღაცას ავიჩემებდი და ამას თუ ვიყიდი რაღაცა მე რომ ეტიკეტს წაიკითხავ რაღაცა სხვასაც რო ნახავ ან რაღაცას ვიდეოს ნახავ ვიღაც რაღაცაზე ილაპარაკებს ჩაუღრმავდები საკუთარ თავზეც კი ვიცინი და ვქილიკო პარათუ რომელიმე კომპანიაზე მაგრამ ამითი მივალთ იქ სადაც აი ჩვენ სასურველ მომავალამდე რა რომ მაგალითად მე რომ ექნება ის ძალიან დიდი სივრცე და რომ მინდა რომ ძველ ქარხანაში იყოს აუცილებლად ეს გაშენებული ადამიანები მინდა რომ სიამოვნებით მოდიოდნენ და თავის ძველ ნივთებს განდობდნენ, იმიტომ რომ იციან რომ შენ ამაზე კარგად იზრუნებ და იქ რაღაცა ყველაფერი ისე იქნება რომ ყველა შეიძლება რომ იზრუნოს რაღაცა გარემოს და თავის წვლილი შეიტანოს მდგრადი გარემოს განვითარებაზე და არა იმაზე რომ ორი ზოგს გონიათ ხოლმე რომ ორი უკიდურესობაა რომ აი ყველაფერზე უარი ვთქვათ, ან ყველაფერი ერთად უნდა ვიყიდოთ და რაც კი შემოსავლება ყველაფერი რაღაცა ხო ანუ ეს ორი არა აი სადღაცა შუაში და მოვწებნოთ რა რომ არ ვთქვა თუ არი მინდა ამაზე აქსესუარი მქონდეს მინდა ამაზე ფეხსაცმელი მქონდეს ხო მინდა რომ რაღაცა თუნდაც არაელექტრონული მანქანა მყავდეს ხო ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი რომ ეს იყოს მდგრადი და რაღაცა გონივრული იყოს რა ის რესურსის გამოყენება და არა ის რომ ყოველ თვეში ერთხელ ახალი ტელეფონი ვიყიდოთ იმის გამო რომ გამოვიდა. ხო, იმის გამო რომ გამოვიდა. ახლა შეიძლება თუ ფოტოგრაფი გახარ და იმის ლიზა უკეთესია, ის ხო საკითხია, მაგრამ ანუ გამოვიდა. ხო, ერთადერთი მიზეზი რატომაც გინდა, ახლა ტელეფონი არის, გამოვიდა და მოიწევს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ეს სიტყვა რო არ ვახსენე, აქამდე მიკურს კონსუმერიზმი. ეს არის დადგენილი ტერმინი. რომელიც იკვეთება როგორც ეკონომიკურ საკითხებთან, ასე ეკოლოგიურ საკითხებთანაც რა, გარემოს დაცვის საკითხებთან არის პირდაპირ კავშირში. იგივე საჭმელების დანაკარგებზე ხო, food waste ჩვენ ჯერ არ ვცალია მაგას სასაუბროთ. რაღაცები კი არის ინიციატივები მაგ მიმართულებებით, მაგრამ არ ვცალია, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში უკვე მოიცალეს მაგაზე და უკვე ზრუნავენ, რომ ის 40%-იანი დანაკარგი მინიმუმამდე დაიყვანონ. 1/3 წარმოებული საკვების 1/3 იყრება ნაგავში. გქონდა ამაზე ეპიზოდი სხვათა შორის ეს ჩვენზეა საუბარი თუ არა მსოფლიოს გლობალური ხო ნუ ეს საერთო ის არის გამოყვანილი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხა აფრიკის ქვეყნებში მაგალითად საერთოდ ნუ დანაკარგია და ნუ ამერიკა და განვითარებული ქვეყნები არის გადახარჯვის რაღაცა ძალიან დიდი სტატისტიკა არის მაგრამ ამერიკა მოწინავია მაგით ხო დვეისზე ზოგადად კონსუმერიზმით კი რა თქმა უნდა და მანდ ეხა greenwashing-ი ვახსენეთ და ხშირად გვაქვს ხოლმე ეგ მომენტიც, რომ აი დიდმა სწრაფი მოდის ბრენდებმა გვიხარია, რომ დაიწყეს რაღაცა ორგანული ბამბა, თუ ეს და მართლა რაღაცა შეიძლება ერთი დეტალი ქონდეს იმ რაღაც შარვალს მხოლოდ ორგანული ბამბის განაწარმოები და ამას გვასაღებებ მე რომ აი რა კარგი კომპანია ვარ მე უკვე ორგანული ხაზი გავაკეთე. ამ დროს შეიძლება ერთი ხაზიც კი არ არის მთლიანად. ხო, მაგრამ თუმცა ნახე ეგეთი ტენდენციები ძალიან დადებითად მოქმედებს ცნობიერებაზე, ადამიანის ცნობიერებაზე. იმიტომ რომ აი მაგალითად არ ვიცი, რომელიმე ესეთი ცნობილი დიდი ბრენდი რო გთავაზობს და გეუბნება რომ ნახე მე რა cool ვარ, მე ამაზე ვფიქრობ. მისი მომხმარებელი რომელიც არასდროს არ ფიქრობდა ამაზე ისიც კი დაფიქრდება ანუ მაინც ძალიან დადებითი იმპაქტ გავლენა აქვს გლობალურად რა ამიტომ ყველანაირ იმ ერთ პატარა დეტალსაც მივესალმები როგორც უნდა ისე შემომასახოს და შეფუთოს მაგრამ ხო მაინც დადებითია რა ხო მანდ ხა მე მაგალითად გეტყოდი ეგრე შეიძლება პირობითად მევაპირებ ერთი შარვის ყიდვას და იმდენად მომეწონა მისი ეს წარწერა რომ ვაიმე და ეს რაღაცა იმდენად სუფთად მოყვანილი ბამბაა და იმდენად ეთიკურად წარმოებული რომ მოდი ბარე მეორეს ვიყიდი და ამ დროს შეიძლება არ მჭირდებოდეს ამიტომ პირველ რიგში ის ელემენტი რაც ჩვენს
ფიქრის მოდელში უნდა შეიცვალოს, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვიყიდო რა, კონსუმერიზმის შემცირების გარეშე, რაც არ უნდა რაღაც გასხივოსდნენ ეს დიდი კომპანიები და რაც არ უნდა ეკომეგობრულები გახდნენ. და მე მგონია, რომ ეხლა ჩვენ რეალობაში, ჩვენ რაც შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ, არის ცირკულირება. ცირკულარული ეკონომიკა, თუნდაც მოდის, ანუ უმარტივესია, ხო? მე აღარ მჭირდება, მოგცემ შენ. შენ აღარ დაგჭირდება, მეცი სხვას. ანუ რეალურად აღარ არის საჭირო აი ამ ახლის სანამ არ გაწვდება და არ გაძურება ძირი იხმარე რა. რეალურად რა განსხვავება? ეხლა ამასინაც სტატისტიკას წავაწყდი, სადაც ნათქვამია, რომ დედამიწაზე არის უკვე იმდენი ტანსაცმელი, რომ 6 წელი რომ საერთოდ აღარ ვაწარმოოთ, 6 წელი ანუ ტანსაცმლის გარეშე არ დავრჩებით რა. ანუ მაგას ვიძახით, ალბათ ახალზეა საუბარი, ხო? ახალი ტანსაცმლის. ახალი ტანსაცმელი არა, ხო, რაც ეხლა უკვე არსებობს რა, რაც შექმნილია ტანსაცმელი, ხო, მაგას ვამ, რაც გვაქვს თუნდაც აი რაღაცნაირად რომ მოეწყოს ხოლმე ეს გაცვლითი ღონისძიებები, რომ მე შენსაც მოგცემ და მე შენი მომეცი, რა ვიცი, მე გვი ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ კი მესმის, ეხლა მეც მინდება ხოლმე რაღაცა ახალი მინდა, მომბეს და ეს რაც მაცვია, ნუ ამოწურა თავის თავი. მაგრამ ნუ მაგისთვის მეორადებში მივდივარ და არ მივდივარ ზარაში, იმიტომ ნუ ჯერ ესეთი გემოვნების და იმის ამბავია, სულ რომ ეკომეგობრობას თავი დავანებოთ, მაგრამ რეალურად ჩვენ სამეგობრობშიც კი აი სულ რომ შენ ბაბლში ჩაიკეტო, ხო? იმდენი ტანსაცმელი აქვთ, ირგვლივ და აღარ ჭირდებათ. ყველა წუხს ხოლმე რომ აუ რა უყო, გარდერობში აღარ მეტევა. მე სულ ამაყოლმე მაგით, რომ ტანსაცმელს ყიდულობ, ალბათ აი არ ვიცი რა, არც კი მახსენდება ბოლოს რა როდის ვიყიდე, იმიტომ რომ იქ ვიღაცას დიდი მოუვიდა, ვიღაცას პატარა მოუვიდა, ვიღაცას რატომღაც აი რაღაცა აღარ უნდა თუ რაღაცა და მე ამ დროს შეკავებ რას ქვია და ძალიან ამაყი ვარ მაგით. ასევე სხვათა შორის ბავშვების შემთხვევაში, ორი შვილი მყავს და ხო, ძალიან, იმიტომ რომ ფაქტურად ვერც ასწრებენ, ხო? ეს ბავშვები აი ბავშვის ტანსაცმლის სულუხმარი ტანსაცმელები გამიცია ხოლმე. 18 წლის უფროსი შვილი მყავს და პატარა მყავს 2 წლის გახდა ეხლა და ის უბრალოდ სიმბოლურად შევინახე ხელენე რომ პატარა იყო სიმბოლურად შევინახე რამოდენიმე ყოველს გამორჩეული დღეს თომასაცია ასე რომ ხო აი რატომაც არა ხო აი არის რა ვიცი ჩემს არის მე ამას წინათ ეხა კაი ტიპობის რაღაც ზენიტი რომ რაღაც მეგობარი მიყვება რომ ისო რა ქვია ვთქვათ 4 შვილი ყავს რა და პირველის ნაქონები მე ხო ვიღაცას მისცა ვიღაცას მე 4-ზე დაუბრუნდი გამიბრუნდი მარიამის კავა აუ თან ამაგარი შეგება ხო მეც მოვითხოვე ანუ არის თომა ისე და ანუ მოკლედ არ იყო დაგეგმილი და შუათანა რომ გაიზარდა თუ აღარ ჭერდებოდა იგივე ქარსითიან ეგეთ რაღაცები და გავეცი ვიძალადი არ გინდა ხალხო არ იყიდა რაღაცა რომ ვიცოდი რომ ბავშვებოდებოდა და მე როდესაც გავიგროვდი თომა უნდა დაბადებულიყო მე ესე ჩამოურეკე და რაღაცა დამიბრუნეთ ჩემი ნაშრომი რომ აი ჩემი მოგვარი რომ ამბობს ცნობილ ფილმში ისე მეთქი თუ არ რა ვიცის ვიგიციათ გთხოვთ დამიბრუნეთ მეთქი აღარ ვიყიდე ჩვენც ეგრე ხო რაღაცა სანათესავში სამეგობროში გვაქვს რა ეგ ტრადიცია ბავშვობაში კიდე ბავშვებში მოგცემთ არ იყიდოთ მოგცემთ რა დაანახოთ მაგრამ იგივე შეგვიძლია რომ სხვათა შორის აი ეს ვენტილატორი რო არის ჩემი კოლეგა რო არის ისინი ცდილობენ ზუსტად მაგ კულტურის შემოტანას რა ხშირად მოაწყონ ესეთი პოპაპები და ეს სვაპები ხო რომ და გერმანიაში რო ვიყავით ერთად ვიყავით მაშინ მაგ მიმართულებითაც ვიმუშავეთ და იქ ბევრად მაღალ დონეზე არის გერმანიაში განსაკუთრებით უყვართ ეგეთი მაღაზიები და ეგეთი პრინციპში უფრო ყიდის და მე ვიცახი აი ხო და არა ერთი რო ყიდიან და თან აორგანიზებენ და ცდილობენ მასეთი ივენთების მოწყობასაც შენსაც მიიტანი მე შარშან ვიყავი ევროკავშირის ერთ-ერთი მოკლედ სამეწარმეო პროექტით ვილნიუსში ერთი თვე და ჩემი მასპინძელი ორგანიზაცია იყო თვითონ კი ეს რაღაცა ჯინსების გადამუშავება, განახლება რაღაცა მიმართულებით მუშაობდნენ, მაგრამ ქონდა ვალდებულება კვირაში ერთხელ, მოკლედ მთელი კვირის მანძილზე აგროვებდნენ
არასაჭირო ტანსაცმელს. არა მარტო ტანსაცმელს. ყველაფერს ოჯახში რაც არ გჭირდებოდა მიქონდა იმათთან დაკეტილიც რომ ყოფილიყო იქ ტოვებდნენ ჩვენ რომ მივდიოდით ხოლმე მე შეგვქონდა შიგნით და კვირაში ერთხელ შაბათ დღეს ესე გახსნიდნენ ხოლმე და იძახდნენ დღეს გვაქვს რა ვიცი საოჯახო ნივთების გაცვლის დღე და ხალხი სამეზობლო მოდიოდა ხოლმე მიქონდათ რაც არ ჭირდებოდათ ამ რაც ჭირდებოდათ სხვა მეზობლებისგან რა ესევე ეწყობდა ტანსაცმლის საბავშვო აქსესუარების ამისი რაღაცები ამას წინასწარ ესე თავის იმაში ქსელში აღწელებდნენ რომ ვაგროვებთ ამას ეხა ამ კვირაში გვექნება ამისი დღე და მანამდე უნდა მოგეტანა თუმცა ეგ არის ნახე სუბსტატ კომიუნიტი ამბავია რა თემზე თუმცა ეს არის დიდი ორგანიზაცია რომელსაც აქვს დიდი ქსელი, ეს არის ესეთი ადგილობრივი ინიციატივა, ეს არის დიდი ქსელი, რომელიც აი ამას აორგანიზებს, მე ვიყავით ამათ ძირითად შოურუმი ესე უხეშად რო ვთქვათ, საწყობში ცოტა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით უზარმაზარი, სადაც ნუ აი ყველაფერი იყო. და მე რო ჩავედი რაღაცა ერთი ხელვარგით და მითხარ რომ ტანსაცმელი არ წამოვიდა და მე ვიგე რა კი არ წამოვიდა უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ ხალხო რა რაოდენობის ტანსაცმლის გაცვლა ხდება ხო და წეღან რაც თქვი რომ აი რაღაცა მოგბეზრდა უკვე აღარ გინდა და რა მარტივად გაფუჭებულია უბრალოდ აი აღარ მინდა რა ხო და მარტივად გაცვლი და არა ამას გადააგდებ ნაგავში და წახვალ და ახალს იყიდი რა ძალიან ბევრი მაგას ვიძახე აი ეს რაღაცა გაცვლითი ფოფაფები უნდა ხშირად ტარდებოდეს და უნდა კონდეს ადამიანს იმის ცნობიერება რომ მე იმის ნახმარს ხო არ ჩავიცმე აი ეს რო არ იყოს ხო და რაც თავარია აი ხა წეღან ნარჩენზე სიტყვა ნარჩენზეც რაც თქვით ხო რომ რაღაცა ასოცირდება რაღაც იმასთან აი ცნობიერება გვაქვს შესაძლებელი რომ ეს არის ძალიან პირიქით რაღაცა კაი ტიპი ხარ, როცა ამას აკეთებ, იგივე სვაპები იქნება თუ გადამუშავებული ტენდენციებია, ხო, რა, რაც შეიძლება ხე ან ეს ჩვენ დიდი მონსტრები დიდად არ გვყვარს და არ ვართ მის მომხარებლები, მაგრამ რეალურად ისინი ქმნიან ეკონომიკურ დოლარს, არა მარტო ჩვენ ქვეყანასთანაც უკვე, იმიტომ რომ ქარხნები გახსნეს, მაგრამ ევროკავშირის ძალიან დიდი ნაწილი, მოკლედ მათზეა და რაღაც ათეულებშია ხოლმე რა ერთ-ერთი წარმოებლების, მანქანების და მეების შემდეგ ყოველთვის ესენი არიან. გვინდა არ გვინდა ისინი არიან ეკონომიკის მოთამაშეები. მაგრამ აქ საუბარია რაზე, იცი რომ ჩვენნაირი ადამიანები რაღაც ტენდენციებს კარნახობს რა მსგავს კომპანიებს და უნდა არ უნდა მას მერე უნდა რა მოთხოვნებისკენ რაღაც დაკმაყოფილებისთვის რაღაცებს იგონებს, ხო? და ხდება იმას, რომ ეს ტენდენცია ძალიან თუ გაუტევს, მე ჩვენნაირი ადამიანები შეიძლება რომ გამრავლდეს, მე მას საერთოდ აღარ დარჩება მომხარებელი თეორიაში, რა თქმა უნდა, ხო, მომხარებელი როგორ არ ეყოლება ყოველთვის, მაგრამ მაინც იმის დაკარგვა არ უნდა და ამიტომ მოყვება შენ ის რაღაც ტენდენციებში რა და მსგავსი პრაქტიკები ახლა ჩვენ გულივწვევ რომ ჩვენთან არ არის, გვეხმარება რაღაც ამ ბალანსის დაცვაში რა. ახლა ჩვენ ვწოდავთ ახლა fast food-იც ძალიან მავნებლობა არის, ისევე როგორც სწრაფი მოდა, ხო, მაგრამ ვწოდავთ ახლა ყიდულობთ, გამოძახებითაც ვიძახებთ და ძალიან ბევრი ნარჩენი აქვს, ხო, ამ ყველაფერსთან განაღად ტრენინგს რო ვატარებ ხოლმე და რაღაცებს რო ჩამოვთვლი, რომ რა იქნებოდა კარგი, რომ ეს გავაკეთოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ეს უნდა აკეთო და სხვა არაფერი ვერ გამოგივა. ან მაგალითად რაღაც პროდუქტის წარმოებას იწყებ და იმის შიშით რომ ეხლა გინდა რომ მომხმარებელი ყავდეს ეკო მეგობრული ძისიც და შეფუთვაზე ფიქრობ იმდენს რომ უარესი გამოგდის და პირიქით არაეფექტური არის აი მაგალითს მოგიყვანთ ყვების ობიექტი მაგალითად კოვიდის დროს ძალიან დარდოდნენ ამ ნარჩენებს და ამ რომ ფილოსოფიურად მწვანეა რა ის ეგრეს ჯერა და გამოიწერეს ისეთი ჭურჭელი, რომელიც არის რეალურად ქაღალდი, მაგრამ რეალურად ვერ გადამუშავდება, იმიტომ რომ შერეულია პოლიეთილენი. იმიტომ რომ ქაღალდი ქაღალდი ვერ გაუძლებს სითხეს, ხო? შესაბამისად, ის საერთოდ არ მუშავდება ჩვენს ქვეყანაში, რაღაც ქვეყნებში ძალიან იშვიათად მუშავდება. ისედაც ეგრე ბინძურდება ცხიმით, მერე ძალიან რთული. ანუ ჯერ ერთი რომ ქაღალდი ცხიმით დაბინძურებული მართალი ხარ პიცის, მაგალითად ის მუყავოსისა ვერ გადამუშავდება, იმიტომ რომ დანარჩენ ქაღალდს გააფუჭავს, მაგრამ მეორე ის რომ ამის უბედურება ისე რომ პოლიეთილენს შეიცავს ჩვეულებრივად, ანუ ვიზუალურად ქაღალდს გავს
შეგვიძლია თავი მოიტყუო, მაგრამ არ არის ქაღალდი. ხო, მაგრამ ის პროდუქტი, რომელსაც აწერია, რომ ბიოდეგრადირებადია. ეგეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რამე ბიოდეგრადირებადია. ანუ ერთია რომ იშლება, ხო, აი გჯერათ ახლა თქვენ მაგისი რომ ყველაკაც ნისილდისი რა წააწერს იმას რაც არის. ვინ ამოწმებს? არავინ. ჩვენს ქვეყანაში არავინ. ნუ ერთჯერადი ქაღალდის ჭიქები რო არა ბიოდეგრადირებადი ეგრე და არ მუშავდება, იმიტომ რომ პლასტიკი ყველა პოლიეთილენის და 40% მუშავდება მხოლოდ. ერთჯერადი არაფრის მომხრე არა ვარ, არც ქაღალდის და ხო, ანუ ამით მუშავდებოდეს მაინც. არა. ხო. ანუ ამით რისი თქმა მინდა, იმიტომ რომ რაღაც აი ზედმეტი ფიქრისგან და რაღაცა იმისგან რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ, იმიტომ რომ ცოდნა და განაшлება არ გვაქვს და მაგიტო რაღაც ვორქშოპზე ვიყავი ახლა ხან ქალების ის რო იყო ექსპო და მან ქონდა შემთხვევა რომ აი რაღაცა ხუმამდე მივედით რომ აი ეს ღილაკიც ეს კნოპკაც კი რომელიც გამოიყენეთ არის გადამუშავებული რკინისგან და რაღაცა ან არ არის აუცილებელი რომ 100%-ით მაგალითად თქვენი შეფუთვა იყოს ეკომეგობრული ან გადამუშავებული ან თავარია რომ აი მეწარმეები მომიც ახლა იწყებენ ან მომავალშიც რომ რაღაცა მოიფიქრონ რაღაც გადადგან თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე რომელიც მას კისერზე არ დაადგება ანუ მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და თუნდაც მარტო განათლებაზე მოახმარონ ან თუ ყველა ქმედებას აქვს თავისი ეკომეგობრული კვალი არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიური ყველაფერს აი ცოტა თუ დიდი ეს უკვე სხვადასხვა არის ხო მაგრამ ყველა ჩვენ გადაწყვეტილებას მითი ვიმგზავრებ ტაქსით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მას მაინც აქვს თუნდაც მე რომ მეტროთი მოვედი ახლა თქვენამდე მასაც აქვს გარემოსდაცვით ეფექტი უბრალოდ აქ თავარია რიცხვები ანუ განსხვავება რა არის ამაზე არის საუბარი და ამაზე უნდა ვიფიქროთ სხვა არაფერი არ აქვს შესაძლებელი რა აი მაგალითად საჩუქრებსაც ახლა ახალი წელი მოდის ხო დარწმუნებული ვარ ასე თუ ისე ყველა ემზადება ამ საჩუქრების საყიდად ხო აი დავფიქრდეთ ისეთი საჩუქარი ვიყიდოთ რომელიც მხოლოდ უბრალოდ სკერ გამოიწევს და უნდა დადოს თაროზე და იდოს შემდეგაც გამოიყენოს ადგილობრივს მივანჭოთ უპირატესობა ხო აი მსგავს რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ რომ ეფექტურობა იყოს თორე უარი ვთქვათ არსებობაზე ამაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არა უბრალოდ აი იგივე წარმოებაში იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიფიქროთ აი დიდი კომპანიები მით უმეტეს ხა საკვებს რომ დაუბრუნდეთ ხო აი ეს შერჩევითი როგორ თქვა ეკო მეგობრულობაც მგონია რომ არასწორია რა აი მაგალითად არ ვიცი პლასმასის ჭიქაში რომ ქაღალდის საწყობს კიდებენ ზული საწყობის მსგავსი უსარგებლონიერი ჩვენ ცხოვრებაში არ მიაღწია არა ხო არის და ამას ფუთავენ რომ აი ჩვენ ხა ეკომეგობრულები ვხდებით ანუ კარგი რა ამაზე მახსენდება ერთი ცნობილი ბიზნესის რო არის შარკების გადაცემა რო არის ადამიანი მივიდა ნოუ-ჰაუ პროდუქტი მაქვს და უთხრა რომ საჭრუპის წარმოებას ვიწყებ იტალიელი იყო ნახევრად და პასტას რაც არის შემადგენლობა ზუსტად ის იქნება და თან მე ესაო რა ქვია წაუკნატუნებენ კიდევაც და რაღაცა და იქიდან მე იმ ქალმა კითხა რომ გამოცდილების და ჩვენი ვიცი ხო მე ვთქვა თქვენ თუ წარმოგიდგენიათ პასტა რის გამზადდებაო და დიახ ფქვილისგან და ფქვილის ბაზართან დაკავშირებით რამე კითხები თუ გაგდო ყველაზე არა ანუ ძალიან დიდი გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა მოიხსენებათ CO-ს გამოფრქვევაზე ნიადაგზე ყველაფერს და ისედაც რამხელა მოთხოვნა ხორბალზე და კიდევ ჩვენ თუ 7 მილიარდი საწყობის ყოველდღიურად წარმოებას თუ ისე ანუ ამიტომ ესეთი მაგალითები გვაფიქრებენ იმაზე რა შეიძლება კარგი გონია რომ ეს ძალიან ეკომეგობრული გადაწყვეტაა მაგრამ იმის იმიქითაც უნდა დავფიქროთ მე ამან რა შეიძლება გამოიწვიოს მაგიტომ ამბობ ხოლმე სულ რომ რაღაც კონკრეტული ცოდნა აი ესე შაბლონურად კი არ უნდა გავაქცეოთ რომ ეს ცუდია ეს კარგია თვითონ ფიქრის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს ჩვენში ჩემი აზრით ხო ერთი მიღებული ინფორმაცია რომ უბრალოდ ქაღალდი კარგია და პლასმასა ცუდია მარტო ამაზე არ დაჯერდე და გქონდეს იმის ცნობიერება რომ ჩაუღრმავდე და მიხვდე რომ იცი რა თუ ეს ჭიქავში პლასტიკს შეიცავს მაშინ რა ვიცი რა სხვაობა პლასმასის გარდა ქაღალდის გავხარჯე ხო და უბრალოდ გავხადე ხო რა თქმა უნდა ამიტომ მოკლედ ძალიან ბევრია ამ თემებზე. ერთ მაგალითად მაგიყვებით, პლასმასა თავის დროზე თვითონ ეს პროდუქტი რატო შეიქმნა, ანუ ერთ-ერთმა ბრიტანელმა სამწუხაროდ გვარი დამავიწყდა, ადამიანმა მოისურვა, რომ ჩაენაცვლებინა მარტორქის ამ რაღაცა ძულის მოხმარება, იმიტომ რომ მისგან მზადდებოდა ბილიარდის ბურთები.
და რაღაც ამ ქიმიური რაღაცა წიაღისვლებით მოკლედ მიაღწია იმას, რომ ამ ნარჩენისგან, ნავთობ პროდუქტის ნარჩენისგან ეს თურმე ისე კარგად იჭირხნება, ამ კრივდება, რომ ჩანაცვლება შეიძლება მოკლედ თავიდანვე ძალიან კეთილშობილური მიზნით შეიქმნა ეს მავნე ნარჩენი, რომელიც გვიტევს და კაცმა არ იცის იცი რა თუ ჭკვიანურად გამოიყენებ თავის თავად ძალიან კარგი პროდუქტია არ არის მსხრევადი ხო უნდა გამოიყენო ხო ახლა მედიცინაში მაგალითად პლასტმასის ეს ერთჯერადობამ ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა რა იგივე ინფექციების გავრცელების ხრივ და ასე შემდეგ ასე რომ თავარი არის ისე სწრაფი მოდის იმით რომ დავამთავროთ კონსუმერიზმი არის მთავარი პრობლემა ჩემი აზრით სწრაფ მოდაში უბრალოდ გაცხოველებული და ძალიან აგრესიული კონსუმერიზმი რომ ყველაფრის ყიდვა გვინდა და მე მგონია რომ ეს თქვენი საქმიანობა აი კიდევ ერთხელ მე პირადად მადლობას გიხდით მართლა იმიტომ რომ მარტო რაღაცა ბიზნესი არ არის როგორც უკვე განვიხილეთ და არის პირველ რიგში ცნობიერების შეცვლისკენ მიმართული და რა ვიცი ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ ხალხო იმიტომ რომ თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული არ დანებდეთ მარკეტოლოგები დაეხმარეთ ამ ადამიანებს იმიტომ რომ სხვას ყველაფერს იდეალურად აკეთებენ მე თუ მკითხავთ და დიდი მადლობა მოსვლისთვის თქვენ მადლობა რომ გვიყურეთ ძალიან გაგვახარებთ თუ მოგწერთ კომენტარებში კიდევ რა თემაზე გნებავთ რომ იხილოთ ეპიზოდი ან რომელიმე კონკრეტული სტუმარი თუ გინდათ რომ მოვიწვიოთ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება ჩვენი არხის გამოწერა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გემშვიდობებით შემდეგ ეკომეგობრულ პოდკასტამდე